რომ თქვა დამევასე რა, როგორ დაგეხმარო ჩემო ძმაო? ვიღოთ ერთად შენ იდეის საჭირდება დავამხოთ ესენი? შენი ღლაპობა იყო პრობლემა თუ ის რომ შენ არ გაუგორებდი კოჩს რაღაცეებს? არ მინდა მოკლედ ვიც მე ხარს. მიჭერს უჭერდეს ხარს კვალიფიკაციას უღებს. ესე რომ თქვა შეიძლება? მეგნაბიჯი არ მომწონს რა თქვენგან. რა არ მოგწონს? და გავიაროთ. ციხეშიც ვიღაცამ მომთხეს რომ აი რო დაუწმუნდებით რომ აქ რუსეთი ყარდებაო მართლა გამოვალთ და აი მე გვიყურეთ ჩვენ რას ვუზავთ ხოცებს. მე ვიცე-მერობის კანდიდატი ვიყავ გაერთიანებული ოპოზიციის. ცოტნე კობერიძე აღმოჩნდა ერთიანობის პრობლემა რაღაცნაირად. ვიღაცა მეტროში მაგალითად დამხვდა ამას წინათ და გაყიდული მეწახა ადამიანს მე მეტროთი მიდიოდი. სამშობლოს გაყიდვაში ხალხო მინიმუმ პორშეებს ჩუქნიან, ეგრე არ არის. აი მას მოლში შეხვალ და ისე დასეირნოს ხალხი გეგონება აი მას შვეიცარიაში ცხოვრობს. ეგეთი ადამიანებიც არის. თავარი ამოცანა არის განეიტრალდეს საქართველოს უნივერსიტეტი. ორი რამე უნდა ეძებო რა, რისთვის აკეთებენ ან ფული ან ძალაუფლება. თუ დავინახებ პოლიცია, ხალხია და მიდიოდი სახში. ჩამოვხდი ავტობუსში და მივედი რა ხდება. აი ეს რაღაცა ზეიმირო იყო და იქ გარეთ ხო ეს ღაპრის ბოლო კეთილია რო ჩართეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს მაგ ბრალს. ანი წითლიძე ამბობს მაგ ბრალს. ნიკა მელიასავი თუ გეხერხება რაღაცას ხელი არ თვალდა ეგეთი ტიპი იყო. რავი, აკეთე. მე ეგეთი პროფესორი ადამიანი არ ვარ, არ შემილია. იაგოს გიშთან გამოდის ხავ? ევროპა ტეშმევით იმას ირქვა რიჟა ბიჭი როა ეკონომიკა რომ მაგრა იცის. სეირი უფრო ხო არ აინტერესებს. ჩვენ გაცემს მაგით უყურებ. მოგესალმებით მისმინეს მაყურებელს, თქვენ უყურებთ ყოველკვირეულ გადაცემას ცხელის კამი, თორნიკე რაზმაძესთან და გიორგი ახობაძესთან ერთად და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია, არც მეტი არც ნაკლები, ცოტნე კობერიძე. გამარჯობა. გამარჯობა. ფიქრობდი თავიდან რა კითხვით დავიწყოთ ხო და ყველაზე მარტივი კითხვა მომივიდა, თავში როგორ ხარ აშვი? კარგად, შე როგორ ხარ? მე ისე რა კარგად. ეხლა გადავიდეთ ამ კითხვის დაფარულში ნარზე, როგორც პოლიტიკოსი როგორ ხარ, ხო, მოკლედ. ფორმა მივცეთ, კაი კითხვას, რახან აისხლით ასე. ამ რეალობაში, ხა რა რეალობას დღეს გვაქვს ქვეყანაში და აღარ ვიცი ხა ამ რეალობის აღწერაზე, რაზე დავკონკრეტდე, ახალი საქმეები პოლიტიკოსების მისამართით თუ აგერ ჩვენ დღეს როცა ესეთერი იწერება განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმის ახალი მარწუხები გამოჩნდა ბევრ უნივერსიტეტთან დაკავშირებით და განსაკუთრებული ამბავია ილიას უნივერსიტეტზე. შენ როგორც მახსოვს ილიას სტუდენტი იყავი, ხო? კი. ხო, მოდი აი ამ თემით დავიწყოთ მაშინ ამ რეალობაში რა შეუძლია გააკეთოს დავარქვათ სტუდენტური საზოგადოება თუ საუნივერსიტეტო საზოგადოება იმისთვის რომ შეეწინააღმდეგონ ხმა შეასმინონ როგორც მაგალითად გპ-იმ და თსე-ում ქნეს თუ არ ვიცი რა იქნებოდა შენ აზრის სწორი ფორმა არ იქნებ მოგწონს კიდევაც რაც საკეთებენ არ ვიცი ამაზე მაინტერესებს შენი აზრი ნუ ზოგადად მე მგონია რომ არსებული რეფორმის თელი აზრი იყო ილიანის დახურვა ზუსტად არც იქით არც აქეთ სხვა დანარჩენით ჩემთვის ბლა 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 იყო ეხლა გპ-იც და თსე-ს გაერთიანება და ეს ყველაფერი მეორეს ხარისხოვანი იყო და მაგ რეფორმაშიც რო შეხვიდე დებატებში არ არის ხა აქ რო ცალსახად ეხლა მე მაწუხებს რომ რატო შეიძლება ერთ მენეჯმენტის ქვეშ იყოს თსე და გპ მოიტყუები არ უყურებ ეგრე მგონია რომ ერთი თსე განსაკუთრებით და გპ-იც სულ რაღაც ეს საბჭოთა სუნის სულ დაყვება და იქ სტუდენტური არჩევნებიც ტარდება ხოლმე თვითმმართველობაში იქ რა დონეზე ხდება ხოლმე ეს ეწოლა და იქ როგორც არის სახელმწიფო ჩართული ისე რომ ყველაფერზე გაგიღიმება რომ ეხლა ეს ავტონომია თუ დაეკარგა დამთავრებული არის მე ისედაც არ უყურებდი მაგათ საცალკე ერთ-ერთი გამონათება იყო ილიანი რომელიც არაქოციანურ პერიოდში არის შექმნილი და რაღაცნაირად ილიანის ესტაბლიშმენტი ბევრი ადამიანი განსაკუთრებით იმიტომ რომ სოცპოლს აქვს დიდი მნიშვნელობა ილიანში რომ მიდიხარ შტას სწავლობ სოციალური მეცნიერების წინარე გამოწვეული და იქ ბევრი ლექტორი პროფესორი თქვათ გამოირჩევა ხელისუფლებისგან განსხვავებული დამოკიდებულებები და აზროვნების მოდუსით რა და მათთვის ეს ილიანი როგორ ინარჩუნებს ეხლა მე არ ვარ ჩახედული მაგაში და სხვა აი თქვა თსე-ს რექტორისგან განსხვავებით, მან ანუ ეს ავტონომია რა ფორმითაა? არ აკადემიურ თავისუფლებას იყენებს და შესაბამისად აკადემიურ თავისუფლებას სახელმწიფო. ისე როგორც იქ. ისე როგორც არა, ის იმიტომ რომ თავისი ზოგადად
თავის ჰაბიტუსით არის რა ქოცური რა ზოგადად როცა ეხა პრემიერ-მინისტრი იქ ასწავლის და მთელი პროფესურა და გადაწყვეტილების მიღები პირები კვაზისახელისუფლებო არის და გოდერის პრობლემა და ყველაფერი რო იყო იქ სხვა არის და აქ თავის დეკანიან პროფესორიან რექტორიანად არიან ადამიანები რომელსაც პატივცემენ ამ აკადემიურ თავისუფლებას და პირდაპირ პრობლემა შექმნის. რექტორიანად რატო ვერ გამოცვალეს და ისეთები ვერ დანიშნეს რომლებიც პარტიას ქადაგებენ როგორც უნახეთ. ანუ მან ხელი არ მიუწვდება თქვათ რაღაც. ხო და ახლა არის ზითიც მიუწვდება მიდგება და იმის იქამდე რა არის ვიღაცებს ხან დაჭერით უნდა დაემუქრო ან 1000 რამით რა და ეხლა ილიაუნის ბევრი ხას პრინციპული ადამიანი იყო რომელსაც დატაკება და თამუეს უნივერსიტეტი ბევრ ბავშვს და ბევრ სტუდენტს იღებს არ იქნებოდა მარტივი ამისთვის ემზადებოდა ნიადაგი და ეს მომზადდა როცა წინა რეაქციები რო პიკში რო იყო მაშინ იყო რომ განათლების მინისტრი თვითონაც რო შეცვალეს რა მოეწონათ რომ საღად აკადემიურ სივრცეში რა ვითარებაც არსებობს და ეს დაიგეგმა ჩემი აზრით თავარი ამოცანა არის გაანეიტრალდეს საქართველოს უნივერსიტეტი რამენაირად კერძო უნივერსიტეტი და მანდა უფრო მეტად გონია რომ რეფორმის მიღმა მიდგებიან სხვა ფორმებით, ყიდვა გაყიდვის და სასამართლოებით, ეხლა სასამართლოებია და მოშრივ არის ილიაუნი, რომლის გაქრობაც არის მათი თავარი მიზანი. მოკლედ იქ რომ მიხვალ ჯონ ლოკს და ჰაიეკს ვერ ისწავლეთ და ეგეთ რაღაცებს. ფუძე ამ გადაწყვეტილებების და ამ მოძრაობების არის ის ზოგადად კოცები რაღაცას რო აკეთებენ მე ესე უყურებ ხოლმე რომ ორი რამე უნდა ეძებო რა არისთვის აკეთებენ ან ფული ან ძალაუფლება ხო ესე უყურებ მე და ამ შემთხვევაში თუ სწორად გავიგე არის ის საფუძველი ამ ყველაფრის რომ კრიტიკული აზრის მქონე ახალგაზრდობა და ზოგადად კრიტიკული საზოგადოება სადაც თავს იყრის და მოგეთ ჯანსაღ არაკოცურ და ესე არაერთპარტიულ ნარატივებს სადაც აქვს გასავალი, აი ადგილები მოიგდოს? კი, მოიგდოს. მართლა გეუბნებთ, აი უნივერსიტეტებში, მათ შორის ილიაუნიშიც მე ანუ საქართველოს უნივერსიტეტში მე მინახავს მე ქართულთება როგორც იგას მაგალითად შიგეთ საუნივერსიტეტო ანუ სტუდენტურ ამბავში სტუდენტური არჩევნები როა ხოლმე. აი როგორ მაგალითად აქ არჩევნებზე კოლ ცენტრები რო ხდებოდა და მოყანა და მობილიზირება, ეგ რეშეულად ისე სტუდენტებმა თვალით არ ყავდეს ნანახი უბრალოდ ეწეროსო ჩაბარებულია ან უცხოელია. აი მაგათი მობილიზირება როგორ უქნია და მათ დროს რო ხდები რა აი რა არის ხა რა ჯანდაბადგინა 21 დღევანდელ 21 საუკუნეში სტუდენტური კავშირის თვითმმართველობის რაღაც, ხო? და მად მინახავს როგორ დონეზეც კი არ უნდა ხელისუფლება სხვა აი რა როგორ გითხრათ კოლ ცენტრები ამბავი არსებობს მოდიან რაღაცნაირად ინდოელი სტუდენტები რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ხა იქ შიგნით რა ხდებავი როგორ იყოს რაღაცა უბრალოდ მათ აქვს ეუბნებიან რომ უნდა მოხვიდეთ თუ რაღაც პრობლემა იქნება და მათი მობილიზირება და ხმების ჩაყრა და აქეთ არის სტუდენტები რომლებიც ფიქრობენ რომ ბევრი ვარ ბიჭო ყველაზე ბაჭრას მუშაობთ ის ეს და უბრალოდ არჩევნები დღეს არ მოაჩერ არა სხვანაირი ტიპის არჩევნები ტარდება და უცბად აღმოაჩენ როგორც CSKO-ს რომელიმე უბანზე ხდება რომ რაღაცა ათის მერე მოდის ეს ხალხი თავისით დაკადებით და ატყობ რა ვინ არის ბუნებრივად ამომრჩეველი ვინც დაინტერესება შენ არ მოგცეს ან სხვას მიცეს მაგრამ ატყობ რომ თავისით მოვიდა და ატყობ რაღაც დაორგანიზირებული ამ დაორგანიზირების და იმის რესურსები ვერ გაქვს თუ რაღაცნაირად ხელისუფლებასთან არ ხარ კავშირში აი კიდე რა კითხვა მინდოდა ესეთ ამას ან მე ვამბობ რომ ეგეთ დეტალის დონეზე შემაშვებია და ამ რეფორმის შინაარსით საერთოდ რაღაცა მგონია რომ უბრალოდ ილიაუნის გაქრობა მე მაგალითად ილიაუნიში არ მისწავლია და არც აკადემიური საქმიანობის დროს მქონია შეხება მაგრამ შორიდან ესე ჩანს რომ თითქოს ილია უნელებს ასე ვთქვათ ვისაც იქ უსწავლია ან უსწავლებია ასე შემდეგ რაღაც არის განსხვავებული მიჯაჭულობასავით და საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ ილიაუნელობასთან რა და ამ გადმოსახედიდან ხდება მეჩვენება და პირობითად ვიღაცა თესეულსაც ესე აქვს ან GPL-ს არ ვიცი მაგრამ ეს ილიაუნიზე განსაკუთრებით შემიმჩნევია რატომღაც და აი ამ რეალობაში რამდენად არსებობს იმის რესურსი რომ დღეს ახლა ჩვენ ამ გადაცემას რო წერთ შეიძლება ეს გადაცემა რო გავა უკვე ის რეალობა გქონდეს რომ დიდი აქცია მოყვა ამას არ ვიცი დღეს საღამოს რა მოხდება მაგრამ აი აქ გამოსავალს რაში ხედავ მაინც პროტესტი არის უფრო გამოსავალი შენი აზრით თუ ისეთი დალაგების მცდელობა როგორიც ქონდა მაგალითად GPI-ს რექტორს თავისი გამოსვლებით და ჩვენი ხელისუფლება არაფერს არ გააფუჭებს თქვენ გარეშე არიზავს და ასე შემდეგ. აი, აქ რა შეიძლება იყოს 100%-ია გამოსავალს არ გეკითხები ბუნებრივია, ხო შენი აზრით? ხო, ნუ იქ მაგ ადამიანებს უბრალოდ შიში ქონდა საკუთარი სამსახური არ დაეკარგათ და მანდ გაიჭედე და ერთადერთი რის გამოც უცბად მე შეიძლება ხელისუფლებას დაუპირისპირდე გამბავი იყო ძირითადად და მიხვდა ქართულად ცნება რომ სადღაც თავისიანებშიც რომ მოურია უფრო მეტი პრობლემა შექმნა ვიდრე რამე ილიაუნისთან მიმართებაში კიდე სხვა ფენომენიც ემატება იქ თავი პროფესორებს იმ დეკანეს იმასწავლებლებს
შეუძლიათ ახსნან კონკრეტულად ატომაჩვება ხა მას ქართული ოცნება და კონკრეტულად თვითონაც ხვდება ყველაფრის мотиваციას მიზანს და ამაღა თავისუფლების მუღამს რაც ილეონიში არსებობს. აქედან გამომდინარე, მან მგონია რომ სხვანაირი რიტორიკა იქნება და ჩართულობაც თუნდაც რა ვიცი, რეალობის რექტორისგან, მაგრამ კონტენტებიც უქმდება და ფაქტიურად რაღაც ისევ იგივეში შეტრიალდნენ, ხშირად გაერთიანება და იურიდიულად ერთი და იგივე უნივერსიტეტი არ იქნება, მაგრამ GPI-ს დაუტოვეს მარტო ტექნიკური, ну, პრინციპში ამაზე შეთანხმდნენ, მაგრამ არა, მათ ხო თავარია ადამიანს აგზნობინო რომ შენ სამსახური შეგინარჩუნდება, მე მგონია. და ის არ დატოვებენ ახლა. მათ როგორ ამე თავარია რომ უცბადესი არ გავიგოთ რომ ყრიან და ხა იმის მე თუ მგონი რომ რაღა მეკია შეიძლება თორნიკე იყოს. აი შეიძლება მან აღარჩავე ციკლები ახლა. თორნიკე მოკვდეს. შემცირება რომ მე მოკვდების თემა. და აი ჩემთვის იყო ძალიან ძიმე სანახა, აი ეგეთი რაღაცა რო არის ხოლმე რა, სასაცილო და თან სატირალი რო, მაგრამ უფრო მეტად ძიმე რო არის ვიდრე სასაცილო, მაგრამ აი რაღაცნაირი სევდიანი კარიკატურულობა რო გადაკრავს ხოლმე, ესე რომ შეკრებილი რო ყავდათ. ზღაპრის ბოლო კეთილია ხო იმ იცეკვეს. ხო, ერთ დარბაზში და ეს რო გამოაცხადა, წინასწარ იცოდა რა თქმა უნდა ადმინისტრაციამ რას გამოაცხადებდა ის და აი ეს რაღაცა ზეიმი რო იყო და იქ გარეთ ხო ეს ზღაპრის ბოლო კეთილია რო ჩართეს და ამ დროს მე რო ფიქრობდა ზუსტად რო ვიცი რომ ეს არის უბრალოდ ფორმის ცვალებადობა და სხვა ფორმით და სხვა დროს და ისე მიადგენ ზუსტად იგივეს გაუკეთებენ, ხო? აი ეს იყო ჩემთვის ძალიან ტრაგედია. კი, უბრალოდ ხა თან ობიექტური მაინც მოცემულობა არის, ხა ბევრი ხა ადამიანი ისეთ იქნება კურცველად ჩართული მაგ პროცესში და იმდენად გადაჩოული ვართ რაღაც ფორმალურ წარმატებასაც კი, რომ არის იმათი ემოცია ბუნებრივი იყო რა თქმა უნდა. მოდი ხა პოლიტიკოს ცოტნეს ვერ ლაპარაკობ. მაგრამ რაც შეეხება ილევსო დავამთავროთ რა უნდაქნან. თავი რაც უნდა დაანახონ, რომ მართლა სტუდენტები უნდა ჩაერთონ სტუდენტები და არა სტუდენტები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ყველა სხვა საპროტესტო ამბავში არიან, ხან ზოგი რაღაც პარტიის წევრია, ზოგი რაღაცა ორგანიზაციის იგივე სახეებია, ხო და უნდა აღმოჩნდეს, რომ ისე სტუდენტი აი ხوارო შუალედური აქტი რომ უნდა მივიდეს, იქ რო ჩააბარე, იქ რო სწავლოს, შობელს ხო ფულს ახლებინებს, ან თვითონ იხდის, ან სწავლობს, ან იმას ამ უნივერსიტეტს რო უნგრევენ, აი ეგეთი ტიპის სტუდენტები უნდა გამოჩნდეს, რომელიც აი სუბთად აკადემიურად თუმცა ეგეთი ტიპის სტუდენტებს ალბათ გაუხარდებათ, რომ აქციაზე ცოტნე კობერიას დაინახონ გვერდით და ხო რა პირებს ასვლა. მე ხა ილეონის სულ ამოხმობ, რომ ილეონის დასაცავად ყოველთვის ყველაფერზე ვქნები წამსვლელი. მე ხა უბრალოდ ისეთ პროცესში ყოფილი ვარ, მაგალითად ეხა რომ მაგალითად მოგկოთ ერთი ისტორია, მუხლიანში, ჩემს სახლის წინ აშენებდა კორპუს სტადიონზე რა. ხო და მე უბრალოდ ეხა მომენტში არ ვიცოდი რომ დავინახე ბევრი პოლიცია, ხალხია და მიდიოდი სახლში, ჩამოვხდი ავტობუსით და მივედი რა ხდება რა. და თან საკრებულოს დეპუტატი ვიყავ იმ დროს. და მოვიდა ჩემთან ორგანიზატორი და მეუბნება რომ მოკლედ შენ აქ არ უნდა იყო, იმიტომ რომ ჩვენზე ხარ პრობლემაო, ჩვენ ნახო ბატონ კახისთანო გვაქვს კომუნიკაციაო და თითქოს უსულები ვართ ბოლომდეო და ძალიან გთხოვთ რომ პრიგოჟინი რო პუტინთან ლაგდებოდა რაღაცა ეგეთი ვარიანტი უნდათ ხო? მიუხედავად იმისა რომ მე დიდად არ მაწუხებდა ესე გამოპირალებ, ამბობ რომ რაც არ იყო საკრებულის დეპუტატი ვარ ახლა გაწუხებთ. მე მეთქი ცხოვრობ აგერ, თქვენ საცხორო თავიც ვერ. ჩემს სახლის წინ ხდება, ანუ როგორც მოქალაქისაც ჩემი ამბავი. რო შემოვა ეს საკითხი გაივლის ჩემთან. წვანე დავაჩერწით ეს რაღაცა. ეს დონეზე ხო ხტები როგორ კაი მარა. ხელს გიშლით ან ხო არ გამოჩდეთ თუ არ გვინდო გეხოცები წადიოდ ხა. ეს რომ მითხრეს, კაი წამოვედით. დღეს შემიძლია განახოთ ფოტო ამ კორპუსის ერთი სამი ბლოკია საკაიფოდ წამონჭიმული. ხო და ეგეთი მოქალაქეები მორჩა სამყირაში. ობერიზეო, ჩემ ხმას არ გამოხატავს. ხო და იმასკენ უთხარ მათ ყოფნა ხო ჩემთვის იქნება რომ დარჩენილიყავი, უფრო ხელს შეუშლიდი. ოკეი, თუ გფიქრობთ, გიშლით. ხა ილეონის ამბავში ის რას თქვა მინდა, რეგულარ არ ვიქნები. უბრალოდ მე რო ვიყო მაგამბის სპიკერს უფრო მეტად წამოდა რა ცოტნე ვარ ანუ პარლამენტის დეპუტატი ვიყავ გუშინის. ხო და აშკარად პოლიტიკური ის ხო არა, ამას ნებელობა. რა უფრო მეტად იქნება რომ ის სტუდენტი იყოს, რომელიც სიტყვის რა სუფხებზე კიდია ხა პოლიტიკის ამბავში. რა ვიდივარ მე სახში მეცადინე და ჩემ უნივერსიტეტს ხელი და ჩემ უნივერსიტეტს არ უნდა შეეხოთ და ამ სტუდენტის ხმა უფრო მეტად გასაგები იქნება თქო. ბიჭო, აზი ხარ ისე სადა ვართ. აი ხა ეს რო ვიღაცა იმისთვის ეთქვათ ძველი პოლიტიკოსისთვის კიდე გავიგებ და ცოტნე კობერიძე მოდის ალბათ რაღაცა აი სპორტულებში ჩასული და რა ხდებოდა ხო პოლიტიკური სახე ხარ ხელი არ შეგვიშალო. და დააშენეს მაინც კორპუსს თავზე და ის ტიპი ხა დარწმუნებულად სულ არ ვიცი ვინ არის ხო? დარწმუნებულად ხოცი იქნება. უკმაყოფილო არის. ხოცი არა, მე მეგონი რომ ხოცი იქნება. ხოცი. და რაღაცაში პატარაში რომ დალაგდებიან ხოლმე, ეგს რა გჭირს? ხო და აი ხა როგორც პოლიტიკოსი. აი გადადი პოლიტიკოსი. ხო, აი როგორც პოლიტიკოსი, აი გადავედით რა მაგ საკითხზე. აი ეგეთ რაღაცებს რო ხედავ და პლუს მაგაზე მე ცოტა მოგვიანებით გავაგრძელოთ.
აი როგორ უყურებ რაღაც შენ საქმიანობას მაგველზე ეხლა ამ წუთას რა განცდება რანაირი შეგრძნებები გაქვს? ჩემი საქმიანობა ძალიან გართულებულია, იმიტომ რომ პოლიტიკა არის მართვის ხელოვნება და მართვის ხელოვნება გულისხმობს, რომ შენ ამბიცია გაქვს, რომ ძალაუფლება გქონდეს და გარდა იმისა, რომ ძალაუფლება გქონდეს, რას იზავდი, როგორ მოიპოვებ ამ ძალაუფლებას ამისთვის, რა წამსაც ოპერირებ, რა წამსაც თქვენ დროს მე მithმობთ. და ასეთ რაღაც ხდება და დღეს ქართულ მედიაში განსაკუთრებით ამას ხაზი გაუსვა, რომ მიდიხარ 10 წუთი რო საუბრობ, ხო? იმ 10 წუთისთვის ვიღაცამ რამდენიმე თვიანი უხელფასობის მიუხედავად მოვიდა და დადგა და ოპერატორია, მოვიდა დადგა და ჟურნალისტია და ეს დრო უნდა დააფასო და რაღაცას რასაც ილაპარაკებ, თავებოლა უნდა ჩანდეს. შენ შეიძლება ძალიან ირიბად წარმოგიდგენია, ძალიან რთულად, თითქმის მიღწევლად, მაგრამ რაღაცა მაინც წარმოგიდგენია, რომ შესაძლებელი ამ ქვეყანაში რაღაც გზას თუ მიყვები, რაღაცა ესე დამთავრდეს და ეხლა ეს იდეა არის დაკარგული ამ პროფესიაში და ეს არის ძალიან გართულებული, ეს 4 რიცხვამ გამოიწვია თავის არჩევნების იდეის სიკვდილიან და თავის დღეს დავიწყებ და დღეს მორჩები და დავამხობ და რევოლუციას მოაწყობ იდეა, ორივე იდეა დაზარალდა ზოგადად პოლიტიკა ამით და წინა პლანზე წამოვიდა, რომ შენ იყო ადამიანი როგორც შეიძლება think tank-ის წევრი, როგორც რაღაცა NGO და რაღაცნაირად ყველა გახდა რაღაცა ეგეთი მოენჯოოშნიკო ადამიანი თავის ჰაბიტუს, იმიტომ რომ ვეღარ ასხებ შენ ძალაუფლებისკენ სწრაფოს და თუ ასხებ და თუ გინდა ამას ან მალავ და რაღაც ნენილა რაღაც ისეთ აქტობებს შეიძლება თავებოლო გეტყობა, რომ შეიძლება 20 დოლარში გადიხარ, უბრალოდ ეხლა ამის თქმა არ გინდა და გერიდება, რაღაცა პარტია შეიძლება აფუძონდეს ყრილობა ქონდეს, ან კიდე პარტია გერქვას, ამ დროს შეიძლება კრწალავდნენ და რაღაცა დაპაუზებული იყოს თემაზე, ამაზე საუბრები არ მიდიოდეს და ქართული პოლიტიკა ამ წამს ეხლა არის გაჩერებული და გაყინული. ჩემი აზრით. ხო, ეგეც კი ცხადია, მაგ პასუხი მაგას შეხება როგორც მაგრამ გამორჩეველი რომ ან მარტო გამოსამოფ რა მე რომ მომეწონო მაგალითად შენ მე რომ შენ მომეწონო ვიცი რა უნდა დაგალაიქო ან რაღაცა დაგიხფულ ჩაგიწო დაგეხმარო რომ თქვა ეს საქმე გავაგრძელო შენ დამლაიქებელი ვიქნები ეს თუ პოლიტიკას იქნები მაგრამ უნდა გავიგო რომ მაინც შენთან ერთად თქვა უნდა ვიღო რომ თქვა დამევასე რა ხა როგორ დაგეხმარო ჩემო ძმაო თქვა ვიღოთ ერთად შენ იდეის საჭირდება დავამხოთ ესენი მესმის რომ ხა ამის ლაპარაკი გვერიდება არ დაგვიჭირონ იმიტომ რომ კანონის მაგრამ თავებოლო ამის ლაპარაკი თუ გვერიდება ესე იგი მაგის გაკეთების შანსიც არ არსებობს ჩვენ მაგის გამკეთებლები ვართ თუ არა თუ როდესმე მაინც აპირებ არჩევნებზე გასვლას და ამისათვის გინდა იმხელა ოპერატესობა რომ აქამდე რა ტიპის არჩევნები იყო ისეთშიც კი შეიძლება მოუგო იმიტომ რომ აზრი ქონდეს მე შენთან მოვიდი ამაში თუ გინდა დამარწმუნდა ამაში მოგეშურო სხვა დავარწმუნდა უკვე ჩემ ხმა გინდა და სხვებისაც მოვიტანო ამაში მოგიხმარო თუ არა თავისუფლად შენი დამშიარებელი იყო მოწონებელი იყო და ესე მიგიყო და ეხა პოლიტიკოს თავი პრობლემა ის არის რომ მხოლოდ დამშიარებლებს დამლაიქებლებს იმიტომ რომ იმის იქით რა პოლიტიკური იმაში თამაში გრჩები ამაზე ლაპარაკი არავის არ უნდა ტაბუა დადებული და მიდის ეს ამბავი და მე პირადად რასაც ისვარ ჩემი ამ პროცესში ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი ყოფილიყავი თავისუფალი და რაც უფრო მეტად შენს თავზე ხარ დამოკიდებული რაიმე ორგანიზაციას არ წარმოადგენა შენს ნასაუბრებზე ის არ არის პასუხისმგებელი და მე იმათზე ჩემთვის ეს იყო ახლა რაღაცა მნიშვნელოვანი პირველი სტუმარი ვიყავი 2 ცეცხლ შუა რომელიც მსგავსი იყო ამ გადაცემის და თორნიკე იყო იქ და მე მაშინ თორნიკეს ვიცოდა მაშინ პირველად თორნიკეს დავთქვი რომ რამოდენიმე დღეში მე გეტყვით ამ გადაწყვეტილებას თუ იგივე გზას დავადეკით რაღაც თვითონ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ რაღაცა გაერთიანება არსებობს და ეს ყველაფერი არის მეთქი ლეგენდები თქო და უბრალოდ ამ რაღაცის ყოფნა და კვირიდან რაღაცები ვიტყო და სხვა რაღაცები ვიცახო მირჩენია წავალთქო და მართლა იზავთქო და აი ნახავ მაგ ყველაფერს რამოდენიმე დღეში თქო და ალბათ ორი კვირა ხო მაგრამ აი მე მაინც რაღაც მაგას მაგნაბიჯი არ მომწონს რა თქვენგან და რა არ მოგწონს და გავიაროთ აი მაგალითად ის რომ იქ საიდანაც გამოხვედი გამოიწია იმიტომ რომ თქვა რაღაცა ეგ ამბავი არ მიგაჩნდა ერთ-ერთი კომპონენტია ზოგადად იმის რომ რაღაცა ჯგუფური ქცევა სხვა არის შენ სხვანაირად ფიქრობ და გინდა რომ ნუ ეს მაგას რაღაცა ზოგადად აზრი არა ინდივიდუალური ქცევა აი რამენდეს მესმის შეიძლება ესე კლასიკურად პარტია რო რაღაცაზე შეთანხმდება ან კოალიცია ყველა მეგონა ილაპარაკოს მაგრამ ეხლა რაღაც ცოტა სხვანაირ მოცემულობაში ვართ და მათ შორის რაღაც ის შენ ეხლა როგორც მე გიყურებ პროცესებიდან რაღაც ამოვარდა ანუ შეიძლება ეხლა პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს რაღაცა ესეთი მაგრამ რას თამაშგარე მდგომარეობაში დაიწყო. ხო, მე არ უყურებ ეგრე. მე არ გონია რომ აქ რამე პროცესია, რომელთა მიმართებაში რაღაცას ვაკლივარ. მე ყველაფერი გონია თავისთავად ყველა თვით გადარჩენისთვის ამბობს, რომ ეს რაღაცა პროცესია. იმის იქით თავარი არის რაღაცა ქართულთების ხომ პროპაგანდას დღეს მაინც მაგას აკეთებს პოლიტიკოსი ქართულთების პროპაგანდას რამენაირად შეარჩიოს და მე არ გონია ბევრს ჩემზე უკეთესად თქვა ეგ გამოდიოდეს. მე ჩემილია რა ვიც ადამიანი წამოვიდი დღეს რო დავარქვა პარტია თქო და რომელი 8 პარტიას რომ ამბობთ ხოლმე
ჯერზე რომ ვკითხო იმ პოლიტიკოსებს, ვინც 8 პარტიას აკეთებს, უცბად ვერ ჩავომეცლოს 8 პარტიას და რომელიმე პარტია 8 პარტიიდან გამოვიდეს და თქვას რომ ჩემზე მეტი პარტია იქნება. ეს ყველაფერი არის ილუზია, დამილუზიებზე საუბარი არ არის, თორე მე სხვა პასუხისგებლობა გამიცდილ როგორც კი ვიტყვი რომ პარტია ვარ, იმიტომ რომ მე ვიცი ეგ სამდვილეში რას ნიშნავს. და ხა რადაც ვიყავი და როგორც ვიყავით, ჯერ მე მივედი გირჩი. მერე გავიყავი და წამოვედი გირჩის პროექტში. ის ეხა რაც იყო იმ პროექტს, ხო, რა თქვა რაც მოძრაობა რაც იყო, იმას გირჩი გამოიყო. რაღაც, ხო? ანუ თქვა რა იყო შეცდომა, რას ვქენით? დღევანდელი რიტორიკით, რუსეთი იყო და სად გამოვიყავით, პირი, რატო დავასუსტე და პარტია და უნდა მიბრუნდე უკან. ამ ბოდიშის მოხდით. თუ არა და რაღაც ვიყავით კოალიციაში, როგორც კოალიცია ცვლილებისთვის, რომელიც ხო საარჩევნო ბლოკი, საარჩევნო ამბავი, ეს არჩევნები გაიარა ასე თუ ისე მორჩა. და იმის ფერი იყო დადგა ესეც საკითხი. ვაგრძელებ. ახლა არასაარჩევნო პერიოდშიც შენ თუ ხარ სადღაც, შენ აღარ ხარ უკვე ცალკე პარტია, თქვენ ხართ ერთი პარტია. კოალიცია არსებობს საარჩევნოდ. დემეს იქით ჩემი რწმენა იყო რომ აქ არ იქნება ვადამდელი არჩევნები. ან თუ იქნება დავამთავრებ, ეს იქნება ბიზნესთან დანიშნული არჩევნები, თუ იქნება და მოგიწეს ტყუილი და ან ისე იმ არჩევნებზე გასვლა, ან ამას მაშინ ილაპარაკო რას აპირებთ. და თუ არა და რატო უნდა დარჩი კოალიციაში, რომელიც საარჩევნოდ შეიქმნა, ეხლა ნიშნავს მხოლოდ იმიტომ რომ ესე იყო და მე მაშინ მომავალი პოლიტიკა რა იქნება, ეს მიგჩემია, სანამ გაირკვევა, მე ვიყო ჩემს თავზე ხოლმე პასუხი და მარტო ჩემი საუბრით, როცა სალამაზრობიშვილს საუბრობ და არ დააღაც. ხო ხედავთ რომ ჩემი რიტორიკა ერთხელ რო განსხვავდება სხვისგან და ბევრ საკითხს ეს იყო, თუნდაც და ბოდიშის არ მოხდით. რომ მაგალითად მე ხო რო არჩევნებზე არ შეიძლება 8-0 დავკარი. მე ეგეთი საკითხია, რომელზეც მომავალ კიდე გამოჩნდებოდა დღესაც არწევს. ამ დროის განმავლობაში მაგალითად რაც ნაკეთები იყო, მე რომ მაგის ნაწილი ყოფილიყავი, მე როგორც სპიკერი ჩემი გაუფასუნდებოდა, ტყუილები მომეწერა. ხაღო 10 წუთია, ეს არის ჩემი მაქსიმუმი, როგორც თუნდაც გზნობ თავს რომ 10 წუთია ჩუმა, თუ არ ხახ მაქვს ხო კომენტარებში ვითხოვეთ თორნიკე რო აწყვეტინებს და ეს ხო რამდენი ხანი გავხარჯე. უჩემოდ იყოს ადამიანი თავის პასუხისმგებლობაზე და მე ჩემს თავზე იქნება. საარჩევნო რაღაც სუბიექტი იყო კოალიცია და კოალიციას სულებისთვის ეხა ამ წუთას ერთადერთი არის რომელიც დარჩა ესე შეკრულ მდგომარეობაში და ნუ ხო აი იმისი საქვია იქ არ ვიცი რა ხდება მოკლედ 5 ნომერში მაგრამ შენ როგორც კოალიციის წევრი ოკეი შეიძლება გამოიწიო მაგრამ მე ჩემთვის ეხა ყველაზე მტკივნეული რაც არის და ვერ ხსნი ეგ რატო არ იყო ან შენთვის ან გირჩი მეტი თავისუფლებისთვის ზიანი რაღაც აი ეგეთი ის გაგეკეთებინა პოზიციონირება რომ მე ვჩები გირჩი მეტი თავისუფლებაში მაგრამ აი ამ ეტაპზე ამ პროცესში ამ პოლიტიკურ პროცესში მე გამოვდივარ ვიწევი აქედან უბრალოდ გირჩი მეტი თავისუფლების წევრი ხო და ეგ ყველაფერი ხო რა მნიშვნელობა ეს სახელები და ის რა არის ანუ არ მინდა მოკლედ ვიც მე ხარს უჭერდეს ხარს კოალიციას ვუწევთ ესე რო თქვა შეიძლება ხო და არ მინდა ვიც მას ხარს უჭერს აწი მიწევდეს მე საერთო პასუხისმგებლობის ქვეშ აი ამ სიტუაციაში არ მინდა აი აქ მაქვს კონკრეტული კითხვა თუ შეიძლება. ნახე მე მაგალითად ხშირად უსაუბრიათ შემოუთავაზებ თორნიკე აი პოლიტიკაში ვიღაც კეთილი სურველებს მათ შორის რომ აი იქნება მოხვიდე და აი ვიღაცას არ მოსწოხარ და აი შენაირი ხალხი მჭირდება ვიღაცას არ მოსწოხარ არ აქვს ნუ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც მე ყოველთვის ხელებს ვასავსავებ ხოლმე პოლიტიკაში შესვლაზე არის აი ეს ხა შეიძლება ჩამოთვალე რომ აი მე რაღაცაზე მაქვს ჩემი აზრი და რატო არ მინდა მოკლედ ეს პასუხისმგებლობა ავიღო რომ მე ვიღაცას ჩემაზე უწევდეს პასუხისმგებლობა ან მე მიწევდეს ვიღაცის აზრი ეს არის ჩემთვის რაღაცა ტიპის თუნდაც ცოტათი მაგრამ ჩემთვის ბევრია ეს თავისუფლების შეზღუდვა და რაღაცა ჩემი თავის შეზღუდვა და ეხა შენგან რასაც ვისმენ ამიტომ გასაგებია ჩემთვის მაგრამ რასაც ვისმენ გამოდის რომ შენ ზოგადად პარტიული პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები პრინციპში პარტიებში არიან ხოლმე ზოგადად გაგიჭირდება რომ იყო ხო და არ გეთანხმებით ტყუილია მე ვიყავ ეგეთ პარტიაში რომელიც იყო გირჩი და ქონდა ეგრე რომ ეგ იმ სხალდამე ჯგუფი ეგრე ცალკე ქონდათ აზრი მე რას ვამბობ კაცო ეგეთი გადაწყვეტილებებით ეს ჩვენ თან მივეჩვიეთ მაგას რომ გირჩი მივედით იმ იმატო და სახსნელი გაქვს თურმე რომ რატო არ არის შენთვის პრობლემა ზოგადად მეინსტრიმულ ესე ოპოზიციაში თავებოლა სულ ყოფნა უბრალოდ მაგნატში ვიკითხე რომ სულ ესე უნდა გაგრძელდეს თუ არა და კიდე გვაძერ რომ არ გვექნება აღარაძოს კაპმოკლედ ჩვენი როგორც პარტიის ცალკე არსებობა საერთოდ აზრი აქვს თუ არა თუ აღარაფერზეც განსხვავებული აზრი აქვს მაშინ არის ის ერთობა უნდა გაკეთდეს რისი მეც არ წამდა და იმედი არ მაქვს და არ მინდა გამოვიყავი მაგრამ დასასრული თავებოლა სად მიდის დასასრული მიდის ლოგიკური დასასრული მე რო ხა გირჩი ყოფილიყავი მიდის იმამდე რომ უნდა გაკეთდეს ერთობა თუ არა და ესე ცალკე პარტიას აზრი არ აქვს აი შენ ბოდიში ხო და მე აი დავამატე კიდე და არ დავრჩები იქ სადაც მაგალითად ჩემი მიზანი ყოფილიყო დღეს გავერთიანებულიყავი ხალხი და რომელიც ამბობს რომ გილაურის გავლით გავიყიდე ბიზნესს რომ გირჩი რომ შეიქმნა იყო გაყიდული პროექტი პალიკო კუბლაშვილის გავლით არა რაური ტროლი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს მაგ ბრალს ანი წითლიძე ამბობს მაგ ბრალს ადამიანი რომელიც ციხეში ზის ეხა რა ვიცი არა კაც მე ლიდერებზე ვამბობ ხო გასაგებია გამშელობა
მანდაც არის მე კუჩავა გამოვიდა მე და არ დაეთანხმა და ასე შე. ხო, ამი წითლეძე, რა მნიშვნელობა გაქვს ყველამ ხო იცის ეგ ყველაფერი. ამე მაინც არ მოხდება აი ხვალ მე მგონი თამობ რომ არ ჯერა რომ ეგ მოხდება თორე კიდევ უფრო მეც ვიჩხუბებ რომ როგორ უყურებ მაშინ არც მოხდა ვისაც რა უნდა მოგეთ შენ თავარი მაშინ აი მოიცეთ ქართული ოცნების დამარცხებას როგორ აი დაუშვათ რაღაცა არ ვიცი რაღაც პროცესები მოხდა გარკვეული ცვლილებების ფონზე ან რაღაცა ისეთ პირობების ფონზე ჩაინიშნა ადამიანები ან ადამიანები ან რავი როგორიც იქნება ყოველ შემდეგი არჩევნებს როგორ უყურებ როგორც მრავალპარტიულ არჩევნებს თუ როგორც ყველა versus ბიძინა ივანიშვილი აი ცოტა დავაკონკრეტებ არსებული ეს ყველა ვერ შედგება ძაცა უნდა მე ძალიან მინდოდეს ჩემს წარმოუდგენელი კრიტიკული მასა დიდი ხო არ მოდი ცოტა არ გონია რომ რაღაცა ცალკე ბაიაც მე მგონია რომ ყველაზე კაი შედეგი თუ ფიქრობთ რომ ეს არსებული არჩევნების შედეგებით კარგი იყო ანუ რაღაცნაირად ბევრი ხმები მოიტანა იმან რომ დაყოფილი იყო ეგეთ ბლოკებად როგორ ბლოკებათაც იყო ამაში ნავაღიეროთ მაშინ ხა ვინც ერთობას ამბობთ ეგ მაგარი შეცდომა დაუშვით და არ არის ეს 4 კოალიცია გამარჯვებული და ასე შემდგომ და მაგავიგებ თუ არა და ჩემი აზრით იყო რომ ყველაზე კაი შედეგიც დაიდო და მათ შორის დეპუტაციის მხრით ოპოზიცია იმიხატებს საქართველოს არჩევნებს როგორ ატარებს, როგორც ძალამოძრავაში მეორე ტური ჩაატარა, როგორც ახლა კიდე დაამატა რაღაცები. მაგის მიხედავად არ იყო ესე ცუდი შედეგი და არ იქნებოდა ეგ შედეგი ის პარტიები რო ყოფილიყო ერთი ქოლგიშკეს და პროპაგანდას ერთიანად ერთხა ეს ყველა პარტიას ერთიანად ომზიარი ლაპარაკა შეიძლება უარესი ყოფილიყო და შეიძლება უკეთეს ყოფილიყო მაგრამ ყველა ამბოსა წარმატება მოიტანა ამას მოიგეთ და წაგვართვეს მაშინ მაგას ვერ იტყვი თუ წარმატებელი იყო ნახე ის ერთიანობის შემთხვევაში შეიძლება უკეთესი ყოფილიყო უბრალოდ ვერ გაერთიანდა მაგაზე გიორგი იმიტომ მე წლები ამას მე ხო პირველად არ საუბრობთ ყველას გაერთიანებაზე და ყველაში მაგას ნასაუბრები დავამატე მე ვიცემერობის კანდიდატი ვიყავ გაერთიანებული ოპოზიციის. ხო. და ამ გაერთიანებული სიკეთეების გამო მე მეორე ტურში ვითხრეს რომ შენ თუ იქნები კანდიდატი ხელს შეუშლის იმ ამბავს რომ ამ გეიმში შემოვიდეს მამუკა ხაზარაძე, ვიცემერებად დადგეს ელენა ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, კიდე იყო ერთი ადამიანი რომელიც ვიცემერებად, ანუ წამედია ჩემი ნაბიჯი, პოლიტიკური ნაბიჯი. ხო. რომ რაღაცა დამეთმო. იმისაც რომ აი მე მოდი ერთად ხო მე გაკეთებული მაქვს ვაი საერთოდ რა მგონია რომ ეხა ეგეთი დათმობების დრო არა მე რას ვიზარ არა რატო შევიხვალე მათ შორის არა არის სხვადასხვა რა მაგაზე არა მაგას დაუბრუნდეთ უბრალოდ მე რაღაცა რა მინდა იცი რომ თქვა რომ ეხა ისეთი მომენტია რომ ყველაში შეიძლება ყველა არ შემოვიდეს და მაგერთობის არც მე არ მჯერა რომ აი რაღაც ყველა მართლა ერთად გაერთიანდეს მაგრამ იმის მჯერა რომ ცოტა აგრესიული შიდა პოლიტიკა ესე ვთქვა რა საპროტესტო ფლანგზე რომ გაკეთეს რომ ისეთმა ადამიანებმა აიღონ თავის თავს რაღაც ლოკომოტივის ფუნქცია რომელსაც შეუძლია ყველაფერი და აი ეს რაღაცა მithmobები, მოთმობები და ანუ ახლა რაღაცა გუნდში ვარ, ანუ რაღაცა შენი პოლიტიკა აწარმოო რა, მათ შორის შიგნითაც. კი ბატონო, შეგიძლია ეგ და დაჯგუფდეს ყველა იმასთან, ვისთანაც კომფორტულობა სხვა სარვაძალო და სხვა სარაჩუბოთ რატო არ ერთიანდებიო და ეგ არ გავხადოთ თავისთავად გაერთიანება მოქალაქეებისთვის თემა. პრობლემა ჩემს ისაა რომ სულ მოქალაქეს ვილაპარაკებ როგორც პოლიტიკოს გაერთიანებაზე და იქიდან ერთი რომ მკითხოს დანატირები აგე რავი აიგეთ ჩათი გაერთიანა ყველა თუ ეგ თუ არა და მაშინ მოყევით რა არ გაერთიანებ და მაგის ომახი მაინც გქონდეთ და როცა ეს პროცესი არ ვიცი და მე უკვე წლებია ვიცი მაგაში ვარ წლები ერთ-ერთი თემაზე ნასაუბრებია ეს ნალაპარი ისე რატო და გამებრძელებია აი ძალიან ზოგადი საუბარი გვაქვს აი ეს ძალიან კონკრეტული რაღაცა საინტერესო რაღაცა თქვა რა შეიძლება ჩვენ მაყურებელს გაუჩნდებოდა აუცილებლად კითხვა ცოტა მეტი ალაპარაკეთ მაგაზეო აი ეს კარგად ვერ გავიგე. შეიძლება არაფერია განსაკუთრებული და მე მომესმა. ანუ ხელს შეუშლიდაო შენი ვიცემერობად ყოფნაო ხაზარაძის და ვიღაცების შემოერთებას. რა იგულისხმება ამაში? ანუ არ შეხედავდნენ ამ საკითხს მიხაც მნიშვნელოვან არჩევნებს და მეორე ტურით მნიშვნელოვან წარმოჩინდებოდა თუ ის თუ არა რა ვიღაც კლაპიკი არ არის ვიცემეროს კანდიდატი ვიღაც ბავშვი არავინ და აი ამ ხელა პოლიტიკური ლიდერები ვიცემერებად განამატებდნენ. ანუ შენი გლაპობა იყო პრობლემა თუ ის რომ შენ არ გაუგორებდი კოჩს რაღაცეებს? არა რის რას არ გაუჩ ჩემს გარდა ვიცემერები დანიშნა ისედაც შეეძლო. ჯერცეთ მე შეუძლო ვიცემერი არც არის არჩევითი თანამდებობა ისედაც შეუძლია მერმა გაგათავისუფლოს ეგრევე როცა კი მომდება. მაგის პრობლემა არ იყო, უბრალოდ ხალხმაც არ იცის დიდად რომ ისედაც ყოფილიყო სხვა ვიცემერები. სოდრე კობერიძე აღმოჩნდა ერთიანობის პრობლემა რაღაც დაირა. არა, ყოველ შემთხვევაში რომ აქ ვიცემერობის კანდიდატი უნდათ რომ აი რაც ბედი ფეისები თავარი ტიპები რომელსაც ამბიცია ჰქონდათ რომ პრემიერის კანდიდატი უნდა ყოფილიყვნენ ცხოვრების ეტაპზე, ვიცემერებად დაალაგდნენ იმდენად მნიშვნელოვანი არჩევნებია რომ რაღაცა რეფერენდუმია თვითმმართველობის არჩევნები, რომ ამით თვით გამართლებული იყო პარლამენტში შესვლა. სიუჟეტში რაც მოხდა. და წარმოვიდგინეთ ამ პარლამენტში შესვლა მოხდა იმიტომ და ეს უგავიწყდა ოპოზიციაში პარლამენტში რატო შეხვდა შესვლა იცი რომ მე ისეთ მაგარ 24-ის არჩევნებს გავაკეთებ რომ მომჭერით თავი რომ თუ იქ ხელისუფლებამ გაყალება შეძლო და ეგეთ ხალხი არც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აღარ იღებს თავს და ესეთი დომხალი სულ გრძელდება
ხო და თავი ბოლო ეს სიტუაცია როგორიც ეხლა ვიმყოფები სიმართლეების ლაპარაკისთვის მაინც იძლევა შანსი იმიტომ რომ მოსაფრთხილებელი რაფერი აღარ დარჩა და ამ დროს კიდე მე ჩემთვის მოსაფრთხილებელი დამეტოვებინა რომ რაღაც სხვადასხვა ჯგუფებს წარმოადგენდა დღეს აქ ჩემი ამ ნათქვამისთვის მე თქვენ შეგეძლოთ რომ ვიღაც სხვა პარტიის სხვა წევრისთვის გეთქვათ რომ აი თქვენი პარტიის წევრი ესე ფიქრობთ თქვენ რას არ ვინდა ხეს უხერხულობა შევქნათ ისაც რა უნდა ეხლა ილაპარაკოს ამ რეალობაში ეხლა მოდი ესე დავსვათ შეკითხვა რა ეს წარსული შეფასებები პრინციპში გასაგებია ალბათ მაყურებლისთვისაც და მიზეზი რა იყო და ყველაფერი ეხლა მოდი ამ რეალობის გათვალისწინებით აი ხა რას დგას და აღარ მოვყვები ხა კიდევ ხო რა რეალობა აქვს ქვეყანაში ამ რეალობის გათვალისწინებით ყველაზე ოპტიმისტური ვარიანტი რო დაგვიხატო შენი თვალთახედვით როგორ უნდა იმოქმედო ამ პოლიტიკაში რომელშიც მაინც ხარ როგორც ინდივიდი და აი რა უნდა აკეთო შენ გზას როგორ ხედავ აი ამ მძიმე რეალობის გათვალისწინებით მძიმე ჩემი ტერმინია პოლიტიკოსმა აგვიყოლი ეხა მე და აი მას არ გეტყვი აი შენ როგორ დაამთავრებ ეხა კონცეფტს მაგას კი არ თქო აი შენ მაგას მე რაღაც ჩემ მისიას ხედავ რომ აი მეტი ვერაფერი ვერ მოფიქრა სიმართლე უნდა ვილაპარაკო ხა ვიდეოებს წერ პოდკასტი მაქვს რაღაც ამ წუთას ასე უკვე აი მაგას მე და შენ ხო აი შენ რას ხედავ როგორც აი ესე ცალკე მდგარი პოლიტიკოსი რომელიც აღარ აწუხებს სხვებს შენი პასუხისმგებლობით და სხვები აღარ გაწუხებენ შენი პასუხისმგებლობით რას აპირებ ჩემთვის თავარი არის რომ ის რაშიც ვაგებ ქართულს ეს პროპაგანდა ეკაზის დონეზე მოვუკვოთ იმიტომ რომ მე მგონია რომ არსებობენ ამ ქვეყანაში ხოცები და ყველა დღე რავი პანდემიაში ხვდებიან მეტროში ხვდებიან ვიღაცა მეტროში მაგალითად დამხვდა ამას წინათ და გაყიდული მეწახა ადამიანს მე მეტროთი მიდიოდი და მეთქი სამშობლო გაყიდეო მეუბნება აი რა ფაში უნდა გამიყიდა საქართველოს რომ მეტროში ჩასულიყავი ხომ არა იმჯეროდა იმ ადამიანს თელი გურწფელობით რა და მაგაში ვიმყოფები. სამშობლოს გაყიდვაში ხალხო მინიმუმ პორშეებს ჩუქნიან, ეგრე არ არის. ხო და მაგ ადამიანის თავებში არსებობს ეგეთი აზრები და სანამ ადამიანის თავში არ დამარცხება და მე არ მგონია რომ აქ უკვე დამარცხებული იყო. და არა, მე მგონია რომ არა, მაგალითად ისეთ პროპაგანდა თქვენაირ ადამიანებს უფრო მეტად რო ელაპარაკათ არჩევნებამდე და ბეროთ ესე თავს უბრალოდ თქვენ ხართ ეხა. რა მაგალითად ომის პროპაგანდა დარწმუნა იგი შენ რასაც შევებოდი TikTok-ზე. ესე რამე მოგრიდები ეგ რამე თემას? აა სტრატკომის ხარ შევწე ეს თქვა. აწვებოდი და ხო ნახე რომ ვიღაც ანუ კოცები არსებობდნენ. და დღეს არ შეყავ TikTok-ს უამრავს ნახავ, მაგრამ ხო არსებობდა რომ მიაწვებოდი შენი გაქონდა. და მე ხა ვხედავ ესეთ ამბავს, რომ ამ მომენტში იქ თქვენერი ტიპის ადამიანებმა რაღაცა უნდა მოახერხო და რაღაც საკუთარ ტიპის კაპიტალი ჩამოაყალიბო. ვიღაც ადამიანს აი ამანდაც ენდობია. და ინდივიდუალური დობა რაღაც ჩამოყალიბდეს და ამან რაღაცა დაკუმულება მოახდინას. ეხლა რაღაცა დაიფუძნეს. ხო და არა მე ვთქო მათ ჩემი ფასი არა ჩემ მე არის ჩემი თანამოძრავ ადამიანი მოვიკრიბო. ეხლა ვართ მე ბადრი ჩელე და საბა უფრო მეტად რაღაცა რომ იქა პოლიტიკური სახე მივცეთ, რაღაც ოპულაციას ერთადაც გვისაუბრია, რაღაც ეხლა კონკრეტული არ გადადგმულა. არ გაგვიკეთებია ეგ, არ ქონია მაგის რესურსი და ასე შემდგომ. მაგრამ დავაპაუზეთ ხო? არა, ანუ არ არის რა მაგ ვერ შვებით. რა არ არის მაგის ხა სიტუაცია რომ პარტია გამეკეთებინა, იმიტომ არა, რატო ვიცი არა. არა მაგას ვის მაგას წამედგინე ნარატიული დეტობა დღესაც. მაგალითად თქვენ რომ წუნდათ მომიწევთ დარწმუნებული რომ გავლენა ქონდა რომ იმათ ვისაც აფილირებას ახდენთ ცოტა ეს არის რაღაც იმათ პოსტებს უყურებთ და ანალოგიური კითხვაშა მეც დამისვათ. მაგალითად ნარატივს ვქნი მე რაღაცას რომ ამბობ პარტიას მურად რომ იმიტომ ამბობ რომ გაუფასურდეს სახელი პარტია ყველა თორე ეგეთი პარტია დღეს მე შემიძლია თქვა მე იმიტომ რომ მაგ გეიმში თუ შედვარ მე უნდა გამოვაცხადო პოლიტიკური ტიპის ამბიცია რომ მე ან არჩევნებზე გავალ და მაგისთვის ვიმუშავებ რომ მან აზრი კონდეს ჩემს გასვლას ან რაღაცა ან მე შეცვლაზე ქუჩით და აი რაღაც ჩანდე ხო და მე ამ ჯგუფში რა ვინმეს ხა ჩემთან პრეტენზია ხო არ ექნება რომ მაგალითად რა ვიცი ან როდესმე არ მიჩხუბია, ან ვიდეოზე გავყიდული ვარ, არა პრობლემა. ესე ინდოდა მე ვიმესა პრობლემა არ მაქვს. რაც არ უნდა თქვენ პარტიებში იყოთ, სადაც არ უნდა მოხდეთ თქვენ, მე თქვენთან კომუნიკაციის პრობლემა არ მექნება. და ამას მე თუ მიცემ სახელს, არ მიყვარს, როცა დაგვრეთა რაღაც ორგანიზაციებით ვაფუძნო, რომელსაც ის სახელი ქვია, მაგრამ ყველა მიცეს შემდგომ შენ პოლიტიკა გინდა და თავი ბოლო გინდა არჩენებოდ ესე ჩუმად ისე რომ პოლიტიკოსის ტალახი არ მოხდეს მიჩოჩი არა ეგ ტალახიც მოირჩა და უბრალოდ სიაზე ივაჭრო მე როგორც ეხლა ინდივიდი მაინც ვამბობ რომ მე მოგორ არ მაქვს პოლიტიკური ამბიცია რაღაც ადამიანს უბრალოდ მინიმუმ ხმა მომცეს ვიღაც ადამიანებმა და არ კეკლუცო მაგ ამბავში ბოლო ეხლა არჩევნები არ არის და არც იქნება ამ დროის განმავლობაში მე შევეცდები ვიპოვო ჩემი თანამოაზრე ადამიანი ეხლა არის ტექტონიკური ცვლილებები და ბევრი ხრი შლის პროცესში ამ შლის პროცესში კიდე მეტი თანამოაზრე ვიპოვო რომელიც შეიძლება რაღაცა პარტია დატოვოს და მიხვდეს რომ ეს რაღაც ესე რაც გრძელდება არასწორია ვიღაცა იქ და მე ვიდრე ეხლა რამე სახელი დავარქვა რომელთა მიმართებაში ვიღაცა დისტანცირდეს იმიტომ რაღაცა უკვე საჯგუფია რომელიც იმაშება
და შეიძლება არც არაფერი აქვს და წავიდე და სამსახური ვიპოვო უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცა მშია თქვა და რავი პროგრამირების სწავლა დავიწყო და ხდება პარალელურად ვეცადო ცხოვრებები ყველა ძართული ეხლა სხვისი ცხოვრებებით ისაუბროთ აი ჩვენ სამიდან ხვალ და ზე გვინ რას ვიზავთო ეგრე არ არის უბრალოდ იმას ამბო როცა მე ვიტყვი რომ კი პარტია არა პარტია ეს მართლა პარტია იქნება და არა ისეთი რომ 8 პარტიაში ვიღაცა მიმაწეროს და ეგრე ეგეთი დღესვე შეგიძლია ხნა მაგის პრობლემა არ არის ეხლა მთავარი კითხვა კიდე აქ იცი რა არის აი რაშიც მაგალითად შენი დამოკიდებულება იგივე ჩელესიც რომ მისაუბრია არ არის ხოლმე მოდი გამოვიყენოთ სიტყვა ისეთი რადიკალური როგორც შეიძლება ასევე გამოვიყენოთ სიტყვა საპროტესტო ელექტორატის უმრავლესობის რომ ანუ პირობითად არჩევნებს საერთოდ ამ ქვეყანაში და იმ ტრადიციულ პოლიტიკურ პროცესს რაც ჩვენ მოვიაზრებთ რაღაცა საკომიტეტო მოსმენებს განხილვებს და სხდომებს და ამ შემდეგ თითქოს აზრი დაკარგული აქო ეხლა რას გულისხმობ უფრო კარგად რომ ჩამოვაყალიბო აი ეს იდეალისტური სურათის დახატვა იმიტომ გთხოვე რომ აი იდეალისტურათაც რო შევხედოთ რამდენად შესაძლებელია ამ რეალობაში პროცესს საბოლოოდ მივდივართ რაღაცა არჩევნებამდე ხო გუნებრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს ხო აი ძალიან ხო თუ პარტიას ხნი მაკეტინგი ხართ ხო მაგას გეუბნები ფუძე ამ პოლიტიკას არჩევნებში ან რეალურად შენ არ ვიცი როგორ უყურებ არჩევნებს რაც მოხდა იმ არჩევნებში მაგაზეც ბევრჯერ გვილაპარაკე ხა მაგის გაშლა აღარ მინდა უბრალოდ აქვს აზრი ანუ რეალურად ეხა შენ გჯერა რომ შესაძლებელია ქოცები ამ საარჩევნო ასე ვთქვათ კანონმდებლობის და ადმინისტრაციის პირობებში რომ ქოცებს მოუგო რა თუ მაშინ ისე ვიტყვივდივართ რომ ვიყო რაღაცა პარტია რომელიც ბარიელს გადალახავს და ეს ნელ-ნელა რაღაცა წლობით ან აწლობით ვახდინო პროცესზე გავლენა თუ აი ეს რეალისტური რა გესახება ხო ერთი კი შეიძლება იყოს ეგეთი ნიშნული პარტია რომელსაც პრეტენზია აქვს ადამიანებში იდეურის და რაღაცის ცვლილების რისიც იყო მათ შორის გირჩი და გირჩი არ იყო სტატუს-კოს ცვლილების პარტია და ამ იმით არ შექმნილა თუ არა და მაშინ დარჩენილიყო იმ მათი ლიდერები იყვნენ დეპუტატები ნაციონალური მოძრაობის სიით ხო აი უკვე შექმნეს და მოდი ცოტნე და დამპატიჟეს იმ პარტიაში რომელმაც თქვა რომ პოლიტიკური კლასის სულება იყო მისი ძირეული ხედვა და მეორე ცალკეულად იყო კლასიკურ ლიბერალური ხედვა რომელიც ძირითადად ზურაბ ჯაფარიძის და ვახო მეგრელიშვილის მაშინ თავიანთი იდეოლოგიური მისი პროგრამით ასე შემდეგ ეს მე დაშინდა და ბევრი კაი რამე ეშიც ხეც მათ შორის გაგიცანით და მე იყო რომ ამ სტატუს-კოს ცვლილებაში შენი წელი და როლი შეგაქვს ამ შენი გუნდით და ჯგუფით რომელიც შევა 3% იყოს ან პოტენციაში 5% და ეს გააგრძელო თუ არა ეს მოშალო და თქვა რომ ეს რაღაცა თუ მე არასწორ ქვეყანაში დავიწყეთ ეს პროექტი აქ ამის აზრი არ ქონია და მე რასაც უყურებ ყველაზე მეტი ვის მე დაზარალებულა ხოლმე დაჭერილა უჩხუბიათ ბევრი ადამიანი გირჩი დაყოფილა წამოსული და ეგეთი კომუნიტის თავისი მნიშვნელობა აქვს სადაც ადამიანებმა ჩვენ რატო გვაქვს სანდობა იცი მე სადგამებს აი პარტიელობას და ბევრ ამას ისეც ნიშნავდა ის კი არა ერთფერს გაყიდულოს რო ეძახიან დღეს და ერთად ვიქნები და რო გაიღიმე ფოტოში ყველა რომ მიხდებოდა აფერისტო და კი არა გირჩელობა მაგალითად ნიშნავდა რომ აი რო აკავებდნენ ადამიანს არ ფეხს არ გაატანდნენ კი არა რაღაც სხვა ოჯახი ნახევრად ის იყო რა ეს ინტიმი იგრძნობოდა რომ ჩვენ შეიძლება ვარ პატარა ჯგუფი მაგრამ ადრისან ჩელეს ხელი ჩანს მე მგონი და აი პატარა ჯგუფი ვართ მაგრამ ვიჩალიჩოთ რომ რაღაცად ვიყოთ რომ რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში ვიყოთ რაც არ უნდა ზედაეტიროს იქაც თავისთავად ამასეთ ჯგუფის არსებობას აზრი აქვს ამერიკაშიც რომ ჩახვალ იქაც ნახა ვიღაც გილჩელს რომელიც იქიდან ჩართული იყო ამ პროცესში და ამას ვაფასებ, მაგრამ მე ამ პოლიტიკის გადახედვა მოხდა. ეხლა ესე უნდა მოიშალოთ ერთ-ერთი კვარტით, ამ ზღურებს აზრი აღარ აქვს მოუშალოთ და თელი ფსონი დაიდო ამ გეიმს. ამ გეიმზე რომ დაიდო თელი ფსონი, მაინც არ მოიგო ამ ამბავ. გავიგე როგორც მე არ მქონია მოლოდინის ხვებისგან განსხვავებით, ეგრეთ ჩემს სხვანაირი იქნებოდა. მე იმ დეპუტატს უნდა მოთხოვ 20-ში რა შევიდა 24 საღამომდე რო ხმა რა მომგია. ეგ ამბავ. ჯერა, კი, პოტენციალში, ხო და მე მაშინ ისიც ვჯეროთ და პოლიტიკაში რომ მოვედი, ჯერ მე თავისთავად გონია რომ ყველა ადამიანის რაც უნდა პროექტი იქონდეს, იქით ერთი ადამიანის ფიქრი მაინც შეცვალო, თავისთავად ეგეც პოლიტიკა და მნიშვნელოვანი და ეგ ჩემთვის ღირებულია. იმის იქით რავი ხა რავი სიზიფეა რა რაღაცა მიზანი შევა გქონდეს რომც მიაღწევა მაინც ახალი გაგიცდება და ეს ქვეყანა ეგეთი რო ახლა იბერია გაბწყინდა მე ეგეთი კონკრეტული წერტილის მაინც არ მჯერა სულ იქნებ ეგეთ პროცესში და რაღაცა მან ამიტომ ეხლა არმაგედონიზმი არ მომწონს ქართულ პოლიტიკაში რა ეხლა ხვალ თუ არა ეს დამთავრდება ამიტომ რა დროს ეს არის არა კი შეიძლება რაღაც პატარა ნიშური რაღაცას გქონდეს მაგრამ იქ იპოვო შენი მუღამი რატომაც ამას აკეთებს სწორი იყო და თუ თავისთავად რამე სწორია რაიმეს არ კეთება სწორის კეთება შეიძლება ნელ-ნელა იყოს არაფერი არ შეცვალოს აზრი აქვს მაგრამ იმის იქით საერთოდ წამს თუ არა შესაძლებელია ქართულების სტატუს-კოს ცვლილების
ჯერა როგორ არ ჯერა მე განცდამა ქართული ოცნებისგან თელი საზოგადოება რო გადაწყობს ესენი არიან გასაგდები მე დარწმუნებული ვარ გააგდები აი არმაგედონული ნაბიჯები თული საგარეო პოლიტიკა დავამთავრებ თული საგარეო პოლიტიკა დაემთხვა ჩვენ რაღაცაზე საუბარი საერთოდ რაღაცა უარი ვთქვით და განცდა ქონდა რომ მარტო ეს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქცია და ის ეყოფოდა მაგრამ სამწუხაროდ არ ეყო და თბილისის გამო გარეთ ეგ იყო პრობლემა და კიდე სამწუხარო რომ ადამიანები ხმების ღალატად ყიდიან რაღაცები ჩამოიშალა და ეგეთი პრობლემები იყო და რაღაც ისეთი იდეას კიდე უნდა გახაზო ბოლომდე გაიტანო შუბლით გაიტანო მე მაგ ვჯერა იმიტომ რომ მიგრძნია რა აი ჩემს მიგრძნია ქოცის უსუსურობა ხომ ხარ როცა ესე დალაპარაკები ხარ ჩემს თვალწინ აზრისულობა აი შენს TikTok-ს ეგ ეთყობოდა რომ შენ ეგ ამბიცია ქონდა რომ აი რა აზრია გამანთალა რაღაცებს კი არა შეგიტევია და აი გითევზავია მან ხო და პოტენციალში არსებობს თუ არა შანსი რომ იმხელა ქონდეს უპირატესობა რომ ამას მოუგო კი არსებობს უბრალოდ ყველა დღე უნდა გაახსენო შენ თავს ადამიანებსაც რომ პოტენციალი არსებობს მაგრამ თუ არ არსებობს შეიძლება არ არსებობს აზრი აღარა რომც კონდეს მაინც წერენ მაშინ გასაგები უბრალოდ პოლიტიკოსებს თავს ვიღარატოღა ირქმევს თუ მაგის აღარ ჯერა მაშინ რა შვებით გავიგე მაგრამ შენ ისევ სხვებზე მელაპარაკები ხო და მე შემთხვევაში თუ მე ვაკეთებ პარტიას და მე როგორ ცოტა კობერიზებ ჯერა თუ არა რომ ამ ქვეყანაში ქოციანობა არ და კი ჯერა და რო ამჯეროდეს ან წავიდოდი ამ ქვეყანიდან ან ნახე რა მაინტერესებს აი თუ წავიდა ყველაფერი პოზიტიურად და ისე როგორც გეგმავდა რაღაცა თანამოაზრეები იპოვე და რაღაცა ისეთი სახე მიეცი მოკლედ შენ საქმიანობას რომ არჩევნებისთვის ემზადები ვადამდელი იქნება ეს 2028 წლის აქ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ან იქნება თუ არა საერთოდ მნიშვნელოვანი შენთვის როგორი ტიპის საარჩევნო კანონმდებლობით და ადმინისტრაციით ჩატარდება ეს არჩევნები კი როგორ არა ცხადია სულ ყოველთვის შეიძლება იყოს ისეთი რომ თქვა რომ ამაში არ მივიდეთ მონაწილეობას მთელი ჩემი ის რო გითხრათ რა წარმოდგენო მე რა არჩევნებშიც მიმიღია მონაწილეობა მე ყველა იმ არჩევნებში ვიცოდი რომ იყო ცუდი არჩევნები თქო ანუ თავისთავად ეხლა რომ იმას დამონათებ რომ შენ რა ცუდ არჩევნებს გახვალ ისედაც ყველა ვიცოდით ხო მაგიტომ წარსულს რატო იხსენ კი არა მაგიტომ რომ ეს პროფილი აღვადგინო რა მოდუში ვარ მე მაგით ყוლა კი არ ვამბობ რომ მე 0% აპარტიაში მივედი მე რო პარტიაში მივედი იმას იხვა რიჟა ბიჭი როა ეკონომიკა რომ მაგრა იცის სურავჭაფს აი რომ მივედი და მე ნარკომას მაგრამ მე თავისთავად უკვე პროცესიც მე ვიცოდი რომ ჩემი იდეა რა დონეზე განწერული იყო ინაჩე რა ცოტა ადამიანი ჯეროდა და იმ იმედით რომ თუ არ გადავხე რა აზრი აქვს ეგ ისედაც არ მაქვს თქო მაგის ხმამით ყველანაირ ტიპის ამბავში შესვა თუ უბრალოდ შენ გურწფელად სხვას мотиваცია დანახე რა გინდა თუ დაანახე რომ ეგეთ სიტუაცია როცა უბრალოდ აზრი არ აქვს სტატუს-კვოს ცვლილებას მაშინ ადამიანს უნდა გააგებინო რომ ნუ შენ თუ იქ შეხვალ უბრალოდ მას დაიცავ მინიმუმ კარგი დამცველი იქნები უბრალოდ აქ მაგალითად რელოსამართებში პრობლემა რატო გაჩნდა იცი არა ისო თავისთავად არჩევს რატო გადის და მე მაგაზე არ ვანწყავ იმიტომ რომ მას საკუთარი мотиваცია არ გაგიმხილა რა გითხრა რომ და თან დიდი ხნის წინ მოუგებ და მაგან გახადა ეს ამბავი კომიკური თუ მას რომ ეთქვა გურწმუნდათ რომ იცი რა პარტიული სტრუქტურა მინდა რომ შევინარჩუნო ხოლმე ამიტომ გავდივარ ვისაც უნდა და დაუჭერდა ხალხს რაც არ უნდა არა ოღონდ შენ ვერ გააკრიტიკებდი რა მის საქმე შევა თქვა რომ არ ეთანხმები და გააკრიტიკო არა ანუ გასაგები იქნებოდა ამიტომ ვინ მაერე რა мотиваციას მოყვება რიდისოდი შევა და რა სიტუაცია იქნება მე კაცმა არ იცის თქო მე იმის მინდა რომ თუ პარტიას აკეთებ უნდა დახაწო გზა ან ეს ამ გზის გჯერა ან არ ჯერა მაგრამ რაიმე შენსაც დაანახა ეს გირჩი მაგალითად გირჩი ქონდა კამპანია გემახსოვრება ერთი დეპუტატის რომელიღაც თაწმინდის სალომე ზურაბიშვილი დაინიშნა პრეზიდენტად თაწმინდის მაჟორიტარი გამოთავისუფლდა იქ ერთი კაცისთვისაც კი ჩაიჭო რა იმით ხოცებს ხარ მოუგებდით ხო მაგრამ იქ გაცდა ქონდა რა ჩვენ ერთმა კაცმა იქ რელაპარაკოს თუ ჩვენთვის აი იმ ეტაპზე საქმე იყო ხო მაშინ სხვა მოცემულობა იყო საგარეო პოლიტიკაში გასაგები ხო მაშინ ხო ბევრი ადამიანი ამბობს რომ მაშინა თუ იცოდა რომ ქოცის ამბავი რაც იყო და ეგ ხარ არ კოპერტორი კარგი უწევდა რაღაცებზე უკან დახევა და ხალხს გამოუშვა შეწყალებები შეიძლება შეცდომაც იყოს არც უნდა გახვიდე არჩევნებზე მაგას კი არ ვამბობ უბრალოდ ცუდი იქნება თქო თუ გულის სიღრმეში ეგ გინდა არ ლაპარაკობ და იგივე წრეზე წახვალ და არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე ეთქვი ამ ხალხს ეხლა ხაზრი და უფრო მეტად მომზადებელი და გიქნება ეგ არ მინდა დარჩეს და მაგიტო მინიმუმ დავიცი მაგიდიაში სხვაც უნდა დაარწმუნო მინიმუმის ხალხიც უნდა დაარწმუნო რუსთავაზე მის დგას ხო რაღაცაზე რო გეკითხებიან და იცი რა ეხლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის და სუსი შემოგდებული თემაა და მე უცებ ჰოპ და გასტუკით და იმითი ბეჯით რამაზე რა ქვია შევარდები არჩევნებში ცუდი ეგ მაგიტომაც მოხუბება მე იმაზე იჩხუბე წინასწარ დამარცხმუნე რომ შესასვლელი არავინ არ არის მე სხვა მაგასაც არმაგედონულ რისკს ვერ ან მე მას მოგდა თქვენ ერთად ჩხუბზეც წამოსვლელი ვართ ბოდ მაშინ მაგაზე წავიდეთ და მანდაც ვიცი რომ თავიბოლო ეხლა ერთმანეთს ვლანძღავთ ამ ხალხს ერთმანეთის ის არის შეგრჩება სამდროში მომკითხავი
და მაგნატიში არ უნდა გაგვებზაროს. მე მაგ გასაგებობადობა. ხო, ეხლა რაც არ უნდა ვეთანხმები, ბადრისთან იმ დღეს არ ვეთანხმები რაღაცეებში და კამათი სავით გამოგვივიდა და ეხლა უბრალოდ ნაწერში არ ჩანს ემოცია, თორე ეხლა ეგრე მტრად ვერ გადავეკიდები ვერც იმას, ვერც შენ და ვერც ვერავის, ეხლა ამ საკითხში განსხვავებულობა რო გვაქვს, ერთმანეთის დარწმუნებას ვცდილობთ. მან საერთოდ ვერ ხედავ პრობლემას პირიქით და იმაშიც ვერ მოყვები რატომღაც. ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან ვერც თორნიკეს ვერ მიყვები იმაში, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რა ვიცი, იქიდან წამოსვლას მირჩევნია, იქ ვიჩხუბო და თუნდაც რა ვიცი, ის ვიყო რა, რაღაც რა ქვია მაგას, თეთრი ყვავი თუ რაღაცა ეგეთი რა. და გამაგდონ რა, მე ბოლო-ბოლო რა შენ აქ რა გინა თუ ეს ხარ რა. ეგ მისჩევნია. მაგას გეუბნები, აი, იქ სადაც ხარ, იქ იჩხუბო თქო რა და სხვა რაღაცა მინდა კიდე გითხრა რა, აი, ქართული ოცნებისგან ეხა ამ წუთს რაღაცებზე გვისაუბრია მე და შენ რუსულობაზე, არა რუსულობაზე და აი ეს არმაგედონული ნაბიჯების რისკს ვერ ხედავ ქართული ოცნებისგან. მაინც დააკონკრეტე რა სახე არმაგედონული. აი, რა ვიცი, იგივე ნეიტრალური საქართველოს წამოწიეს. იქ რაღაცა ჭუკჭუკებენ, რაღაცა რკინიგზაზე იყო. აი, რაღაცა ნარატივები არის შემოგდებული, რომელიც მიძინებულია რა. რკინიგზის გახსნა, დიპლომატიური ურთიერთობები, ეს რაღაცა ფედერაციული მოწყობის კი არა, კონფედერაციული მოწყობის თემა. აგერ ნეიტრალური საქართველოს წამოწიეს, რაღაც მოისვეს იქ გვერდში. ანუ რაღაცებს ისეთებს ტესტავენ, რომელიც თლათ ესე უსაფრთხოდ ჩემთვის არ ჩანს. და ესე რაღაცა რასაც შეიძლება სტატუს კოს ცვლილება არ ცვლილება, ეხლა რასაც ამბობდი რა, გირჩის იდეა და ასე შემდეგ. ეხლა უბრალოდ ეგ ველი არ ჩანს ჩემთვის, ცოტა სხვა ველი ჩანს და ამ რაღაცა ერთიანი ფრონტის ჩეტევაზე მაგიტო გელაპარაკები რა. უბრალოდ სტატუს კოს ცვლილებაშიც როგორ ჩანს შემეც მაგ რაღაცის გარეშე, უკეთ შენი ის თუ არ გაქვს ამე გაზრდილი წვრილი ვერ შეგაქვს რა. თავი ბოლო რაღაც გერქივად პარტიის რაღაცა, მაგრამ არ ხდება. ამიტომ გირჩის ეგ ამბავით. თავი ბოლო გირჩის თოდი იმის მე რა გვიყვეს უკვე პარტიად პოლიტიკოსებად დაინტერესდა ჩვენ მეინსტრიმ პარტიები, როცა თავისი დამოუკიდებელი რაღაც შედეგი დადო. ხო, ანუ 20 იყო ეგ და იქამდე მე მახსოვს რასამო ყველა ხა დღეს ვიწმაშია მე რა აქტიობები რას რომ მქონდა და ხალხი თავს ვაჭერინებდი და მომრჩევლობის აქტი რო ქონდა დამცინავად გვიყურებდა პარტია კი არა კრეატიული სააგენტო ხო და რაღაც ეგეთი იყო ხო ამიტომ შენსასროს რომ დააფიქსეს უსვანერად გილაპარაკება ყოველთვის რომ პოლიტიკა მაინც პოლიტიკა არის და მაგას უყურებენ ამიტომ მაგ საერთო გამარჯვებაშიც მაგ წვლილიც თუ გინდა შეიტანო ეგრე კიდე უფრო მეტად შეიტან მაგრამ კი დიდი თემები არსებობს მაგრამ გინდა თუ არ აღმოაჩენ რომ პარალელურად ვიღაცას არა ფეხებზე კი მაგრამ ორი კვირის წინ თემა წაიღო გპ-ის და თსუ-ს ამბომა რომელიც ამ დაზუმვიდა რომ შეხედო რა ვშვებით ვისაიდ რა სწავლების უფლება ადამიანს ტელეფონზე დაურეკეს აგინეს სტუდენტს ცემეს დახვდნენ ან ურტყეს სწავლები ადამიანად არ ჩაითვალა რაღაც უკვე თვეების განმავლობაში ზუსტად ვიცოდი იმენა ის ორი თვე იყო როცა აი თეთრი არ იყო შენი ფასი შენი თავის სიცოცხლეს და თავისუფლებას იცოდი რომ სადარბაზოსთან დახვდებოდე კასკებით და ესე გამზადებული ხო ხტები იმ დროს იცოდი რომ შენ როგორც ადამიანად არ ცნობდე ხო ხტები ამის მე გასავლა გაოცდე გახვიდოდი თბილისიდან ან თბილისის მეორე სანაპიროზე და სხვა ცხოვრება იყო აღმოაჩენ და აღმოაჩენ დღეს ეგ არის მაგრამ დებატი უფრო აი პოპულარული მაგაზე მინდოდა მეკითხა დებატებზე რა დებატი ხო შენ რაც არ უნდა ვიყირო წამე არა თუ დებატებზე ის არ არის თვითონ ამ დებატზე დებატი უფრო პოპულარული გაიჩნდა ამაზე ვიდებატოთ არა თავის რაზეც უნდა გვედებატო კი პოსტი რო დაწერო რუსთავი ორზე და რა თქიაშვილი რო იყო ამოჭრა და დადო მისეთმა ხო რომელიც გუშინ წინ ლანძღავდა რაღაც ოპოზიციური მედია საშუალება არის და იმანაც კი დადო და აღმოაჩენ რომ აინტერესებთ და უყურებთ და უნდათ ეგ პრობლემებზე ის და სეირი უფრო არ აინტერესებთ მე მაგის დასტამბოლოს სეირს უფრო უყურებ ვიდრე რაღაცა პოლიტიკურ მესიჯებს უსმინონ რა ჩვენ გაცემს მაგით უყურებ შეიძლება კი და ამ სეიშიც უნდა გააპარო რაღაცა საფრთხელი მაგაში პრობლემა არ არის მაგრამ არის დიდი მნიშვნელოვანი პრობლემები უბრალოდ როცა მეორედ მოსვლის რიტორიკით სულ არსებობს ან რაღაც მომენტში მკითხავენ რომ მაშინ აჰა დადგა ეგ დრო და მაშინ აიღე პასუხი დამთავრდა всё რუსეთი ვარ უბრალოდ არ მინდა რომ მოქალაქე მუდმივად ამაში ვამყოფოთ რომ ეხლა ესე თუ არა ხვალ რუსეთში გავიგვიძეთ ზეგ რუსეთში გავიგვიძეთ და უბრალოდ ეს სიტყვა მოვკალით თვითონ გავაუბრალოვეთ და ეს დაიწყო კორონავირუსის პერიოდიდან როცა აი სულ მაგ აი გადავშენდებით დავიწყოთ. მე მომისმენია რომ აი თუ დავიჯერებთ იმას რომ ყველაფერი გადაიწყო და არავინ არაფერზე აღარ რეაგირებს უკვე. გამოვარდებითო და დააღონ აი როგორ ის განცე ჩვენთან საერთოდ ახლოს რო არ ჩაულია აი რაღაცა აი ხა ამ წუთას წუხილებით და პროტესტის გზნობით კი საერთოდ რო არ აქვს პროტესტი. აი ეგეთ ადამიანებს ნათქვამი აქვს ჩვენ ციხეშიც ვიღაცა მომითხეს რომ აი რო დაუწმუნდებით რომ აქ რუსეთი ყარდებაო მართლა გამოვალთო და აი მე გვიყურეთ ჩვენ რას უზავთ ხოცებსო. ესეთი რაღაცა მითხეს, მაგრამ ეხლა არ გჯერაო
ხო, ეხა ჯერ კიდე აი ისე არის, რომ ტივტივებს ვეგამბავი, ამ არმაგედონურ რისკებზე ვიძახე, აი ვიცი, სად არის ეგ ნაბიჯი, ეგეს ვერ მივხვდი. აი დავანებოთ მაგას თავი, მაგრამ მე აი შენთან დაკავშირებით მაქვს კიდე. ეხლა ამ წუთას კი მესმის, რომ მარტო შენ შეგიძლია სიმართლეები ილაპარაკო, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, ცნობადობა არა, აქტუალურობა, ჩემი აზრით რა, აი ისე ვიქვა რა, რაღაცა ჯგუფთან ერთად. თუნდაც როგორც პოლიტიკური პარტია კი არა. აი რავი რა, პოლიტიკოსები ვართ, პოლიტიკური გეგმები გვაქვს, მომავალ ცხოვრებაში მინდა რომ პოლიტიკაში ჩაბმული ვიყო. აი რავი, ხუთი კაცი ვართ და ესე ლაპარაკობ და რაღაც აი მესმის ვიღაცებს შეიძლება ეგონოს რომ მესამე პარტიას აკეთებენ, მეშვიდე პარტიას აკეთებენ რაღაც, მაგრამ მაგასა მაგ იდეაც რო დაიცვა, რომ რავი, არაფერს არ ვაკეთებ, უბრალოდ ეხა ამ წუთას აი ესე ვარ, ჩვენ გვინდა რომ ჩვენ რა აზრით გვაქვს ის ვილაპარაკოთ და არავისი რაღაცა კონიუნქტურით შეზღუდული არ ვიყოთ. ანუ აქ საკუთარი, როგორ გითხრა, რაღაცა ჯგუფმა აქტუალურობა წამოიწიოს, სულ იყო ზედაპირზე, რომ რაღაცა ხო იცი დავიწყება იცის რაღაცეებმა რა, მათ შორის ცნობადობამ რა, ხო, ვინ არის ცოტნე. კი ბატონო, ეგ ყველა ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილება არის და მე რა ვიცი, ცნობადობა კი არა, უშუალოდ პირიქით ხა ცნობადობამ ხელი შემიშალოს თავის გადასარჩენად ფინანსურად. მაგალითად უამრავ სამსახურში თავისი კორპუსი ეზოდარ გამოვიდეს. სამსახური ვერ დავიწყო მაგალითად ხელბა შენ, იმიტომ რომ უკვე ვიღაცისთვის ვარ რაღაც ცოტა კობერზე თავისი რაღაც ბექგრაუნდი. მომსახურების სფეროში ვერ დავიწყო. და პოლიტიკაში მე ამ წლის განმავლობაში პირიქით არ მგონია რომ აქტუალიზაცია მე პირიქით გონია. რა ვიცი, რითო გახარ დღეს და ხომ ესაუბრებით ხო რაღაცა. ხო დაგაინტერესებთ ჩემ. და მე ვიცი ადამიანები პარტიებში არიან და როგორ არიან და პარტიული ბიუროკრატად გადაიქცე, უფრო მეტად მარტივია და რაღაც საუბრობენ და ყველაფერი უბრალოდ დაკარგა, აღარ არის ის დრო, სხვანაირი დრო არის რა. და ეგ ამ თავისუფლებით, როცა საუბრობ, უბრალოდ საინტერესო იყო, ვიდრე იმ შემოკიდებული პასუხისგებლობით და იმიტომ რომ რა ახლა თუ იმას ვამბობ, რომ პარტიებს აზრი არ აქვს. ეგეთ პარტიაში გქნებოდი თუ რა აზრი? ხო არა, მან მე თუ რა გამაგალე პარტიები არის გასაუქმებელი და გაკეთეს ერთი დიდი ერთობა და ცალკე და პარტიას აზრი არ აქვს, გავიგე. მე არ ვეთანხმები, მაგრამ გასაგები პოლიცია და მაშინ გაკეთეს ერთობა. იმ ერთობაში მე არ მინდა და მეტი როგორ თქვა, არ მინდა. ახლა რაღაც ყველა შეკვრად ერთობაში ხო. ანუ აი თუ მაგალითად რაღაცაში მე ჩემი ხედვა რაც არის ხო დიდ დროს წაიღებს მაგაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ აი რა ვიცი რაღაცა შეკვრად ერთობაში. ან რაღაც შენ როგორც მაგალითად პოლიტიკა. და ის არის მოწონილი ხავით, თქვენთან ერთად ხო ვიყავ. ხო და თანამოაზრეებთან ერთად აი რა შეიძლება მე მაგას სულის მაქვს ფიქრი, რომ აი ამ ველზე ხა რაც აქ ხდება, რაღაცები ხდება თავისთავად რაღაც ორგანიზებულია კონკრეტული ადამიანები, რაღაც მარშები იქნება ეს თუ რუსთავოზე გამოსვა პირადი ინდივიდუალური ინიციატივები თუ რაღაც. აი რა შეიძლება კიდე რაღაც პარალელური პროცესი წამოიწყო, თუნდაც იმ მიმართულებით, რაზეც შელაპარაკობ, რაზეც გონია, იგივე თბილისის გარეთ არის თუ იქითაც ანაპიროზებს, ის ხალხი რომელშიც აი რაღაც მოლში შეხვალ და ისე დასეირნოს ხალხი გეგონება იმას შვეიცარიაში ცხოვრობს. ეგეთი ადამიანებიც არის. აი მაგ ხალხს თვალებში მოედო, რაღაცა უთხრა სათქმელი მიიტანო, აი გიფიქრია ეგეთ რაღაცაზე რა შეიძლება გააკეთო? ან რა არხით შეიძლება გააკეთო? ან თუ გიფიქრია მოდი გავაკეთოთ ან რა ვიცი, რა მევქნათ რა. ხო შვებით თქვენს, უბრალოდ ბევრნაირი ხალხი და ბევრნაირი საუბრო ენა არსებობს. უბრალოდ მე ხვდები რაღაცა ჩამოყალიბდა ერთი რაღაც საერთო უნივერსალური რაღაც ენა, რომელიც აღარ ისმინებოდა მაგალითად ეგეთ დამკვირვებლება. ეხლა თქვენ რატო მოგორ მოხვედით აქამდე? ინდივიდუალურად თქვენი სასაუბრო იყო განსხვავებული. რაღაცნაირად რა ვიცი, ცოტა აგრესიული თუ რაღაცნაირი. ეს თავიდან შევანცვლეს მანქანიდან რომ ვიდეოებს ინტრიგა შემოაქვს. ბევრად უფრო ადამიანურია რა, ხო, იმ მანქანიდან სულ არის, სათქო რაღაც თქვა მანქანი. რაღაც აი საინტერესო გახდა, იმიტომ რომ უცბად რაღაც ხალხი უცბად. კადრის მიღმა კადრები არის რაღაც საინტერესო. გარდა იმისა, რომ თქვა ექიმის პროფილი და პოლიტპატიმის იქამდე იყო, რომ ეს ადამიანი ლაპარაკობს ეტიკით. ეს ხო, მისი ეგეთი ენა და პეკინამდე ისმოდა და ჩემი არსებობს რაღაცა არ ვიცი რა ქვია ბუკლეტის ენა არსებობს კიდე რაღაც პოლიტიკოსების და რაღაცების ხალხის უცარცეს რომელიც მაგათ ტელევიზიაში აღარ ისმინება არ არის და ყველამ საკუთარი ენა უნდა იყოს ბევრი ხალხი არსებობს და იქამდე ეს მიატანინო თავი ბოლოს სამდვილეში ეგ არის ადამიანის თავებში მოახდინო ცვლილება შენ გაქვს რაღაც ცეცხლი შენი აზრით რო გაქვს და გინდა ის გადასცე პოლიტიკაში ეგ არის მე ამას ხარ ვიღაც არის ვისაც ნიკამელიასავი თუ გეხერხება რაღაცას ხელი არ თვალ და ეგეთი ტიპი იყო რავი აკეთე მე ეგეთი პროფესორები არ ვარ არ შემილია ვერ ხვდები როგორც ეს მოვატანი აქამდე და არის ხალხობეწე მენდობა დაიცნობენ ასეთი ცოტნეობით მოვიტანეთ თქვენ რაც ყავს ეგეც უნივერსალურია თქვენ ხა ამას გადაირქოთ რაღაც პარტიაში ხოთ გამოხვალთ ამას უდაკარგოთ განმავლობენ შევა ზანაცი ჩალიჩორ ეგ რაღაცა დაგიკარგოთ ხვდები თუ იქნება ისეთი პარტია სადაც აი ხვდები რომ თითოეული ინდივიდებით ეგეთი შეკრული რაღაც ოლსტარია რომლისგანაც აი რა თქვა რა ის უჩემოდაც არ ჭირდება ამ ადამიანს ჩემის თავისი გავაკეთოთ პარტია და ვარქვათ ოლსტარი ეგეთი
ეგეთი მაგაზე ველაპარაკები. როგორ შეიძლება რომ ვინმესთან ყოფნა თავისთავად არ გინდოდეს? მაგრამ ეგ რაღაც არის მორღეული რომ ვაფშე არც გამიკითხოთ ვინ ისა ვინაც ყველა უნდა ვიყოთ ეხლა ერთად. რაღაც ასე და ერთადში მე ვიცი რომ არ იქნება ერთმანეთის ლანძღვა გინების გადაგდების გადმოგდების და მე მაგ სხვანაირად წარმოდგენა ადამიანურად სუხასიაძე იქნება შეიძლება მე მაგ ეგეთი წარმოდგენა მე მინდა რომ ეგეთი პარტია არსებობდეს ან პოლიტიკა ეგეთი იყოს რომ აი რავი რაღაც პარტიაში თუ ხარ უეჭველი რაღაცების ლაპარაკი გიწევს გინდა შე რომ ეგეთი იყოს და იყო ეგეთის ცდელობა გირჩის ხო და ხო მე ეგრე წარმოდგენია რომ მე რაც მე ისტრემული ხდება უფრო რთულდება იმიტომ რომ უფრო დიდ რაღაცას უფრთხილდები და ეს თაბუ უფრო და უფრო მძიმდება პარტიაში და ფრაქციები ხო არა ვიღაცა რაღაცეებში მაგალითად გირჩს ხმას იმიტომ ვაძლევდი რომ სიტყვაზე 10-დან 8 საკითხში ვეთანხმებდი 2-ში ჩემი აზრით მქონდა თქვა შეიძლება უფრო რბილი რაღაც რეფორმა ან რაღაცა ის იყო ჩემ თავში რა თავიდან საერთოდ ის ვიყავი ახლა რომ უკვირდები რაღაც ძიძა სახელმწიფო კაი პონტი მეგონა სანამ ჯაფარას მოსმენას დავიწყებდი სიტყვაზე ხო და ეხლა რაღაცები ამიხსნა ან ის ახსნა ჩავიხედე რაღაცები გავერკვიე ხედავ რომ სხვანაირად მუშაობს რაღაცები იმიტომ რომ რა ვიცი მე ვიცოდი რაღაც ქიმია და ბიოლოგია და არ მქონდა მაგის და გეთახმები ხო და რატო არის ეგ რომ არ შეიძლება თუნდაც აი მეინსტრიმული პარტია ანუ რავი აი ისე ვიქვა რა რავი გაეგდე რა არ ჯერ უნდა მოფიქრდეს იმის არსებობის არსი სანამ არ გამაგდება რისკენ გაგდება ნიშნავს ურთიერთობის გაფუჭებასაც არ ნიშნავს მაგაზე ხო მიდიხარ მაგას ღიადაც ვეტყოდი რა ვიცი აი სადამდეც ამიტანეთ და მე აი ჩემ ხას მივაწვევი რა და აქ აძლევდა ანუ ადამიანი ფიქრობს რომ ეხა უფრო გაიხსნა არა იმათ დავაზარალებდი და პარტიული ოპოზიცია ხარ და თუ ის რაღაცა რასაც აკეთებ არ ამართლებს უკვე მე შენ ხარ გავიგე მაგრამ ესე გადაწყვეტა მოდი თქვენ ხო გამომყევით მაგალითად ეხა მე გამომყევით ასე ჩემს სახელით ამაღაც ჯგუფის სახელით ხელი ეწერება დოკუმენტს თავდაუსხმელობის ხო და ჩემის სახელით რა ხო რო რაღაც ეს ადამიანები თავს არ ვისხდეთ მათ შორის ადამიანები რომელიც თქვენ რომ მე გაყიდული ვარ ბიზნესზე 2016 წლიდან და მას შეუძლია პოსტით მაგინეს და მე ჩემთვის ჩემი ხელით იმ პირობებში როცა ქართულცემა სიტყვის თავისუფლებას ხუდავს ჩემი წილის სიტყვის თავისუფლება ჩემითაც შევიზღუდ და რამ დროს ის ხელის მომწერი ამ პარტიის სახელით ხონდა დაემორჩილა რაღაც ჯგუფური გადაწყვეტილება ხო არც ხომ თავდასხმელობა რაღაცა ფორმითაც არსებობს ხა არა მე საერთოდ დებილობა გონია ადამიანს თავსა დაისხა ასედაც შენმა პირადმა შენ მორალში უნდა შეგაწყვეტოს აზრი დაუპირისპირე ხა ტიპს ნუეთრო რაღაცა აზრის დაპირისპირება უნდა შეეძებოდეს სულ მაგაზე ვარ ნათქვა იმის იქით უბრალოდ თუ თავს ესხი ადამიანს თავისთავად ხელსაც ორ ამის მოაწე იმ ხელმოწერასაც ფეხზე დაიკიდე იმიტომ რომ შენი მორალი კიდია ფეხებზე ტყუილა თავს კაც ესხი თორემ ეგეთ ამას ვეუბნები რამე შეიძლება კოლექტიური პასუხისმგებლობები რაღაცები არსებობს და ამ დროს უნდა ახსნა მაინც და მაინც ამ კოლექტივთან ერთად მაგ პასუხისმგებლობა და არ მაქვს მაგალითად რავი ნაციონალურ მოძრაობასთან ან არ მაქვს რაღაცა სხვა ჯგუფი რაც შეიძლება გაკეთდეს ან საერთოდ რატომ არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებაში ან ამ ყველაფერმა დაკარგა აზრი იმ მოცემაში რა მოცემულობაც არსებობდა და მაგ დროს შენ იყო უფრო მეტად ცალკეულად ინდივიდად გამოყოფილი შენთვისაც ოპერირებისთვის უფრო ამარტივებს და მასაც უმატებ. მაგალითად მე დარწმუნებული ვარ რომ ზურასთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნება ეხლა გაერთიანების იდეაზე ისაუბროს იმ შემთხვევაში როცა მის პარტიაში არ ყავს კაცი რომელიც პირიქით ამბობს რომ ეგ რაღაც არ გამოვა ის გამოვა მაგ შემთხვევაში უფრო დაძლევა აი ზურა შეკიავა რა ის ბიჭები დაგთახდებიან წამოყვებიან ეხლა ხო უფრო მოქნილად შეუძლია ეგ რამე აკეთოს ჩემზე პასუხისგებელი არ არის და მე ვისაუბრებ გამოვა ეგ შეგიძლია საერთოდ ლაპარაკო და შენი ეცადო და რო გამოვა ეს თემა რამდენჯერ შეუტრიალოთ ახლა ესე გადაწყვიტა არა გავიგე მაგრამ მე 4 წელი ამაში ვარ აი მაგრამ არ არის ჭახეთ პირდაპირ კითხავ ბადრისაც ვკითხე და არ მიპას გირჩია პირებ რამე რო საი მე ვაკეთებ რომელ გირჩი მე პოლიტიკაში რჩები ვაკეთებ ჩემს პოლიტიკურ პროექტს იაგოს თუ არა და ამ ჩემს პოლიტიკურ პროექტს ვაკეთებ ხო ამ გეუბნები ჩემ პოლიტიკურ პროექტს ვაკეთებ მინდა დაგისვა ერთი ცოტა რაღაცნაირი ვრცელი შეკითხვა და შეკითხვასთან ერთად მინდა რეალობა აღწერო რაღაცნაირად ჩემებურად ჩემი მიერ დანახული რა და მე ამას როგორ უყურებ შენ მაინტერესებს ხშირად მოკლედ ამ ჩვენ საუბარსაც დღეს რაღაცნაირად ლეიტმოტივად გასდევს ის ამბავი რომ მაინც რომ აი ეს რადიკალიზაცია და პროტესტი და შეუგუებლობა და შემოტანილი არაღიარების და არალეგიტიმურობის ნარატივი, რაც ესე მძაფრად გაჩნდა ალბათ იმ არჩევნების შემდეგ, ხო, მანამდე ქართულ პოლიტიკაში ასე მძაფრად არ იყო ეს არაღიარების ნარატივი, რაც ართულებს მათ შორის აი შენც აღნიშნე იმაზე საუბარს, რომ აი პოლიტიკური პროცესის ადგილი სად არის და რაღაცას დაწერდა, ვიღაცა შემოგივარდება, რომ რა დროს დებატია და რა დროს პარლამენტში შესვლა და ასე შემდეგ, ეს რეალობა არსებობს. ეხლა მე მინდა რაღაცნაირად დავინახო იმ ადამიანების თვალით, რატომ არიან ესეთი მედროშეები ამ
უფრო დაპირისპირების და აგრესიული პროტესტის, ვიდრე კლასიკური გაგებით დებატების თუნდაც და კლასიკური გაგების პოლიტიკური პროცესის. იმიტომ რომ აქ შემოდის მორალური ასპექტია, ერთგვარი. ანუ ის ადამიანები რომ ხედავენ რომ აი ეს გაგვიკეთეს, აი გიორგის ნარკოტიკი ჩაუდეს. ხა გიორგი თავისთავად შეიძლება გადალახა და წინა გადაცემაში ნათქვამიც აქვს რომ მე იმ ადამიანს შეიძლება ციხეში ჩასვლაც არ მოვითხოვო ვიღაცეების უბრალოდ აი არ მინდაო რომ იყვნენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე რა მაგალითად, მაგრამ არსებობს ასობით ადამიანი დაჭერილი, რომელსაც ჩვენ ვეძახით და ჩვენ კი არ ვეძახით არიან პოლიტპატიმრები, აი ესე ვიტყვი. და ამის ფონზე უბრალოდ აი ამ ყველაფერს რო იაზრებენ ეს ადამიანები იმ ხარეს განახებ რა, ვინც არის კატეგორიული წინააღმდეგი დალაპარაკებისაც კი ამათთან. ანუ იმათ აქვთ ეს ლოგიკური არგუმენტები და პოლიტიკა გასაგებია რომ გარკვეულწილად პოლიტიკოსებისთვის პირველ რიგში რაციონალიზმის ასპარეზია, მაგრამ პოლიტიკას ყოველთვის ჰქონდა აქვს და ალბათ ექნება ეს ემოციურობის კომპონენტი. მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორც ჩვენ ვართ, ხო, საქართველოში და მორალურობის კომპონენტი რა, რომ ეს შეიძლება მაგალითად რასაც ამბობ, აი რაციონალურად სწორი იყოს, რომ დაუჯდე კიდევაც დებატებში, კი არა, შეიძლება შეხვედრაც პირობითად რაღაც კუთხით რაციონალურად გამართლებული იყოს, მაგრამ აი ამ მორალურ მხარეს რას უშვებით, რომ ადამიანებმა რომელსაც ასეთი რაღაცები აკეთეს და დღემდე აკეთებენ და გიკეთებენ, ანუ იმასთან როგორ გინდა აკეთო საქმე ისე რომ ვითომ აი ეს რაღაცა არ არსებობს რა. აი ეს არის დილემა ხო რეალურად. პირველი მაინც იმის დავიწყებდი რომ მე არ ვიფიქრო რომ თავისთავად ინვესტორები რა სწორია რომ წადი დებატზე და ის. მე უბრალოდ ვამბობ რომ ერთმანეთზე იმის წამოძახების ის არ გვაქვს რომ შენ რაღაცა უეჭველ გამარჯვების ფორმულას მივიღებ და ეხლა მე შემგონია რომ ბიზნეს საქმეს აკეთებ. მაგის თქმის ის აღარავის არ გვაქვს ერთმანეთზე, იმიტომ რომ არ ვართ ეხლა მაგ სიტუაციაში და მაშინ შენ მითხარი ძმაო აბა როგორ გქნა და ვერავინ ვერ ყვებით ესე ამ გამარჯვების ამოს. ერთმანეთს არ ვეძახოთ ეგ და მაგ პედესტალიდან არ ვიყოთ ეგ მაქვს, თორე მე ისაც არ მინდა ყველამ რო დებატოს რა, ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ მინდა რომ მაგალითად ისაც დებატოს, მე როგორც ცოტა. ამოვეც მე მაწუხეს ის ვინც დებატოს, რო ამბობს რომ მე ხალხის სახელით ვიდებატებ, პროტესტის სახელით ვიდებატებ, სტუდენტის, ახლა მე რო თქო რა ახალგაზრდას სახელით ვიდებატებ, ანუ ეგ არ მომწონს რომ ეს თორე იმის იგით ყველამ თავისი თავი დადოს წინაზე, რომ მე ჩემი თავის დებატობ ის თუ ბენეფიტია, თუ მოგწონთ რა ტიპის ბენეფიტს დაკვირდეთ, ჩემსაც დაკვირდეთ, ანუ ამას წავალ და შევაგინე თქვა კითხვა. და თუ გაწყობს, შეიძლება თქვა, კაი, ეს წავიდეთ მაგრამ იმის იქით ესმის თუ არა იმ ხალხის რომელიც ხვის აქ როგორ არა მით უმეტეს იმის ფონზე შენ ამბობ რომ უპირისპირდები დიდ ფულს, დიდ ძალაუფლებას, შენ რაღაც კარტი ხომ უნდა გქონდეს იმისგან განსხვავებული და ერთადერთი რაღაც გჭება რომ მორალია, ჩემი კარტი, რომელიც მას არ ეჭირება, მე მეჭირება მორალი, ამიტომ აქ რა წამსად შედის ხარვეზები, ეს არის პრობლემა. ერთ-ერთზე რომ ტიპი დაიჟღერა. განსაკუთრებით მინდა გაგიმახვილო ყურადღება და შენი აზრი მოვისმინო აი ამ ლეგიტიმაციის საკითხზე. ანუ რაც აი ეს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და საზოგადოებრივი ჯგუფებიც განსაკუთრებით ლობირებენ და თვლიან მეც ასე ვთვლი გარკვეულწილად, მაგრამ მოდი ახლა მესამე პირში ვილაპარაკებ, თვლიან რომ აი ეს ლეგიტიმურობა და უბრალოდ არალეგიტიმურობა არის ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც რაც ხოცებს აწუხებთ. აი ამ წუთას რა შეიძლება ხოცებს ყველაზე მეტად ნერვებს უშილდეთ თუ აწუხებდეთ თუ აბრაზებდეთ, არის ეს რომ აი რაღაცნაირად ვერ შედგენო და აი ეს სხვა პროცესებიო, დებატები იქნება არჩევნებში შესვლა თუ პარლამენტში შესვლა ასე შემდეგ. აი ამ მთავარსო რაც მათი აზრით ხოცებს აწუხებთ. ხო არ დააზიანებსო და ეს შეიძლება შენ თვლიდე მაგალითად არ ვიცი, აქ მართლა მაინტერესებს შენ აზრი, ეს ლეგიტიმურობა საერთოდ რაღაცა მოთხრეული არგუმენტია და რა საერთოდ არ ლეგიტიმურობაც რა მნიშვნელობა აქვს. რა თემაზე ელაპარაკები გააჩერდა, განათლებაზე და ჯანდაცვაზე და რაღაცის რეფორმაზე რო ელაპარაკები, ეგ გასაგებია, მაგრამ ზოგადად ლეგიტიმურობა არის ის, რაზეც ჩვენ უნდა ვღელავდეთ საერთოდ. ხო, აბა. არ ვიცი, აი ცოტა აზრი მაინტერესებს. ხო, ნებისმიერმა შეიძლება ღელავდე. უბრალოდ აქ ხალ ლეგიტიმურობას არ ქოთ ამ წავს უკვე უფრო პრესტიჟის ამბავი აქვს ხოცებს ამ აღიარებს მანდარის. ხა ჩემთვის ხა პუჩით მოსული ხელისუფლება არალეგიტიმური იყო შევაზნადეს, მაგრამ მიატანა და იყო და აღასრულა ხელისუფლება და ასე შემდგომ, ხო? და მე ისედაც საერთოდ ანარქოკაპიტალისტი ვარ და ხელისუფლების ლეგიტიმაცია ჯერ კიდე საიდან მაქვს მე ეს ალმაცერად რო ყურა წარმოიდგენე, როცა უბრალოდ ადამიანი ახერხესო ძალაუფლება განახორციელოს, მან და არის და მად იქნება რომ ლეგიტიმაციის შერყევა იმისთვის რომ უბრალოდ ვერ ახერხებდეს ამ ძალაუფლების განხორციელებას, რაც მოახერხეთ ჩემი აზრით რამოდენიმე თვის განმავლობაში. ეხლა სამწუხაროდ უკვე ახერხებს რომ ეს ისე გააკეთეს რომ აღასრულოს და დიდად არაფერს აღარ მოყვება და ამ სიტუაციაში ვიმყოფებით. ამ დროს დაზიანდა უამრავი ადამიანი და დაზარალდა, რომელიც დარჩა მორალურ პოზიციაზე და განსაკუთრებით ახლა პოლიტიკოსი და ვერ აიტანს იმას, რომ შენ
პოლიტიკოსმა ამხელა სტანდარტი და უწესე რომ მე გამომყევით ისეთ გეიმში სადაც მორალია მთავარი ხამბავი და ხამ დროს უცბად შენ დაიწყო პრაგმატულობა ის როცა უკვე გადაიხადა ფასი საკუთარი თავისუფლებით ეს ყადაღასაც ისე საუბრობთ მაგრამ რამდენი ადამიანის ყადაღა არის რა ვიცი რუსეთის სვიფტიდან ამოვაგდეთ თუ მიღწევა რო არის აქ ადამიანები სვიფტიდან არის ამოგდებული არიან ეკონომიკა ხო რამხელა ტრაგედიებია გადასული და როცა შენგან ჯერ საკმაშინ ან ბუდიშუნა მოუხატო რომ ან შემეწაი თუ სხვა სხვას ვაპირებთ აი ადამიანს თავზე დაწერა შევა თვლიდეს ადამიანს რომ აღარც ჯეროდეს მისი ამ პოზიციით რამე შეიცვლება პრაგმატულად თვითონაც არ ფიქრობ უბრალოდ ამას რომ მან უკვე იმდენი გადაიხადა რომ ამის მისთვის გამოს მისი პირადი წყენა აქვს რა იცი სულ არ აინტერესებს ცოტნე რას აი რა ვიცი შენ ფიზიკური სვა შენ თან მოუწია რა შენ ხო ის ადამიანი რაც უნდა ფიზიკურად ის რომ მოუწია რომ დაგტო მანქანასთვის ხო ეხლა ის შეხო პირადი უკვე ის გაქვს რა რაც არ უნდა იყოს იდეულად შენ პირადად გაწყენინეს და ბევრი ადამიანი ეგეთია და რაც არ მე ვისაუბრო მან გავაგიზიანებ ეგ არის ძალიან გასაგები ამბავი უბრალოდ მაგ მორალის ხაზი უნდა გავწეს მაშინ ყველაზე ის კი არა მაგალითად ეხა თუ განათლებაზე იდეპატეს ვიღაცა ვიცი მე მომწონს აქამდე იყო იმისგან ოკეია და ვიღაცისგან არა ეგ დიფერენციები ვერ ხვდები და ამაზე მე დებატებს ვეღარ ხვდები და მოირღვა ეგ რაღაცები და ელაპარაკო იმაზე რომ რითი მოგწა მე როგორც ჩემი დამორჩილას კიდე სხვა სტანდარტი თორე ცოტნე მაგალითად მე უფრო ასე ამბობდი რომ აი ყველის საშულს რას ვერჩით მაშინ ეგ მითხარით ან მაშინ მაგ მივდივართ რა მაგალითად ბოლო არის რომ იმ კაცის დაუმორჩილა თავ ბოლო ვეღარ აიტანა რომ აი რატო გადაუხადო მეტროში ფული ხელისუფლებას როგორ გაუძლო აქ და წავიდა და ესქნა მაგრამ რაღაც მომენტში ხომ მოგოჩვენა რომ ეს არაპრაგმა რაღაც დააზიანა ხო და ეგეთი ზღვრებისა ეგეთი კაცსაც რომელსაც გმირად უნდა შეერაცხო ხალე კველისაშვილი თუ გაყიდულად მაგალითად ეხა რასაც ლაპარაკობს ეხა ხაბეიშვილი ხო ხაბეიშვილი ხმა ხო ეს დილემა შემოიტანა რომ თუ მიყვებით ბოლომდე დამოუკიდებლობაზე მორალ მაშინ მე რაც გავაკეთე ბოლომდე რომ პინაზე შევაგდე შევა გონიათ რომ არ იყო ეგრე და გარიგებულა მაგრამ მაშინ მაგას დაარქვით სახელი და სხვა რამე ქნათ ან თუ ჩემი ეს ქნა რომ მოდით თავი ბოლო მივიდეთ ეს ღობეს და თუ გადაჭრილია გადაჭრის საჯობია გადაუჭრელს ხო ჯობია გადაჭრილი რაღაცა იმას და თუ არ მომყვებით თუ ეგ არ არის სწორი და თუ ეხლა მე გაყიდულის მეძახით მოღალატეს და აგზივარ ციხეში მაშინ თქვენ მითხარით მეორე გზა რაღაც შემოთავაზეთ მაშინ პრაგმატულის შემოთავაზეთ და თუ შეიძლება აღმოაჩინო შენ რომ თავი ბოლო ყველაზე მეტად დაუმორჩილობაში დარჩე და გაიგიჟავ თავი და არა ეს უნდა დავამხო და არ შეიძლება რუსეთი აიტანო აქ და აიღო ქვახელში და ვიღაცა შეიძლება დაგცინოს მოღალატეთ შეგრაცხოს და ასე შემდგომ მაგახ ვერხვდები რომ სადამდე მიყვავს თავი ბოლო უკანასკნელი წერტილით რას ვავსვათ რაში გეძახი რომ შენი მხარდაჭერა მჭირდება ეს პასუხისმგებლობა პოლიტიკოს მოყვება და აქტივის ნაკლებად უბრალოდ ვინც დაირქმევს თავს რომ პოლიტიკოსი ვარ ეგ უნდა გითხრა მე რაში მიყავა უბრალოდ აქ დაზიანდა პროცესი შენ რომ რევოლუციაზე შეაგდო თავი შეიძლება ნახო რომ ისე დაგიჭირონ როგორც აღარც გაახსენდე და ხაბეიშვილი ახლა მაგას შვება რომ იქიდან კითხულობს რომ რა ვშვებით ეგეთი გზა რაც მე ვქენი არასწორია თო მაგრამ მელიაზეც იყო ეგეთ ხო მაშინ რომ დაიჭირესო შეაგდო თავის თავი ვაშაძეზე მახსოვს მოდი დავარკაწრე და უსფად გაკრიტიკდა და მე ეს კომპლექსიც გაჩნდა პოლიტიკოსებში რომ მოდი ეხლა ვქნა შეიძლება არა აქეთ ხარეს კოლაბორაციონისტი არ იყო რომ ლაპარაქსილობ რა პოლიტიკა რა ის და limboshi დარჩა პროცესი. ხო, ეს იყო ჩემი კითხვა, რომ ჩიხური სიტუაციაში არ გავჩვენებთ მაინც და თუ ვისაუბრეთ ამ საუბარში თქვენ ხარ რაც არ უნდა ხვალ პოსტებში არ მეთანხმებოდეთ. უბრალოდ გეცოდინებათ რომ ცოტნეს თავისთავად ეხლა ჯიბრზე კი არ არის ეს კაცი ესე ფიქრობს და არ ჩავთვალო გაყიდული. მეც რაც არ უნდა არ დაგეთახო თქვენ არ გავხსნო რომ ეხლა სუსი ამათ რადიკალურად ჩავთვალე. მაგას უაწევი რომ რის გამოლანძღავთ ერთმანეთს ბოლოს შეიძლება კოცებმა გამოგვიგდო რომ ბარსელონა რეალი BMW თუ Mercedes და ამაზე ვიჩხუბო. ისედაც მანდო. ეხლა მაგრამ ბარსელონა ჯობია. ხო, არ ვიცი მე საერთოდ არც ერთი არ მომწონს არც მეორე. ნელ-ნელა ბოლოსკენ უნდა წავიყვანოთ ჩვენი საუბარი და შენ ხوار დაგითმო. არა, შენ. ხო, მოკლედ მე მაინტერესებს შენ რამე სამომავლო პერსპექტივაში მინდა გავიხედოთ რა და აუცილებლად შეკითხვა ხო არ იქნება, მაგრამ აი რა შემთხვევაში განიხილა ამ თემაზე გვილაპარაკე ხა ჩვენ პირად საუბრებში და რა შემთხვევაში განიხილა რომ თქვა რომ აი მე მგონი საერთოდ აი იმის კეთებას რასაც მე ვაკეთებ ჩემებული პოლიტიკის ან ზოგადად პოლიტიკის კეთებას აზრი აღარა აქვს საერთოდ და რა შემთხვევაში დაინახავ უფრო მეტ მოტივაციას პირიქით რომ უფრო დიდი ენთუზიაზმით აკეთო ანუ რაზე არის ეს დამოკიდებული შენ შემთხვევაში მაინტერესებს ხოცებზე მარტო არ მგონია იყოს ხოცების საქციელებზე ხო დამოკიდებული ალბათ გარკვეულწილად საზოგადოების
ფიდბექი დავარქვათ გულის სემაზე თუ აი რაზე არის ეს დამოკიდებული შენი სამომავლო პოლიტიკური საქმიანობა. ხო, ერთი რომ რაღაცას აზრი არ აქვს, როცა მაგაზრად მივალ, არაზოს არ მარ იმით რომ სხვისთვისაც აზრი არ აქვს, მაგ პოტენციალს არაზოს არ ვიყადრებ და მე ეგეთი პარტიის წევრები ვინახიან ხოლმე სხვებს დაცინიან და პარტიას აკეთებს რა აზრი აქვს. ეგეთი კომიკური აზრს არ ვიქნები. შეიძლება მარხვდები გასტაკვინს რომ აქ მართლა არაფერი აღარ გამოდის ეს, მაგრამ ვიღაცამ ჩემზე მაგრამ ვიფიქროს გაი ადამიანის მჯერა ზოგადად ერთი კაცის ტვინის რომელსაც კაცმართვის სხვა პერსპექტივით შეხედავს და იზავს. აი ეგრე ხელს მე არ ჩავიქნო რომ აქ ზოგადად აზრი არა უარეს სიტუაციაში ყოფილი ეს ქვეყანა და ისტორია ეგეთია სამწუხაროდ. მე პირადად ბევრ სვლაძეა დამოკიდებული, საერთოდ მაგ საკითხს ხანერად უყურებ და აი ხვალ ადგე და გაქრეა, წახვიდე მე არ მეკნება რომ რატომ ქნა ეს ადამიანია თავის ცხოვრება აქვს და ვინ რაში დაინახავს მის ერთ სიცოცხლეს აინვესტიროს ეგ არის. მე რა წამსაც დავინახავ რომ მე თვითონ არ ვითარდები. მე თვითონ ხვალ უარესი ვერსია ვარ საკუთარი თავის ამ საქმეში. ეს საქმე არა, ბანძი ვარ ამ საქმეში. რა მივხვდი რომ არა ერთი ადამიანი ჩიხში ჩარჩი და ვეცი ჩემ თავს იმედს გაუძრუებ, ეგ არის. პოზიტივურს თქვა რა, პოზიტიური რა შეიძლება ჩემთვის რაღაც ამ თვეების განმავლობაში ბევრი რამე მოხდება. ჩემი აზრით პოლიტიკაში, იმიტომ რომ პოლიტიკური სეზონი იწყება გინდ უშენოდ ან შენიანად, ფაქტია. რაღაცა დაიწყო რა, ხა ბიძინობს საკუთარ პოლიტიკურ კლასს იკაკეთებს და აქეთანაც გიწევს რაღაცა რეაგირება და ხდება. ამ მომენტში რა მოხდება, მე არ ვიცი, თუ ამ თვეების განმავლობაში ჩემი რაღაც კაფიოდ ვერ დავალაგე, კომუნის არ ქონდა დევალვირდი და რაღაცა ჩემ თავი მიხვდი რომ ბანძდები სიტუაციაში, მე ამ საქმეს გავანებებ თავს ამ პასუხისგებლობით. არავის არ ვეტყვი რომ მენდეთ ადამიანებო, არავის აღარ ვეტყვი მე ამას. და ვიფიქრებ რაღაც ისეთი ტიპის სკილები შევიძინო, რითიც ჩემ თავს მე მაინც გავუმართლებ იმედებს. ეგეთი ხარ რა იქნება, არ ვიცი, მაგ რაღაც ნიჭები ჩემში რაღაცაში გამომადგეს, მაგრამ თავებოლო ეს საქმე მიყვარს მაინც ყველაზე მეტად. ქუჩაში რო შეხვდები, რომ დამელაპარაკე, რომ ამაზე გილაპარაკები, დეითზე რომ მივდივარ, ამაზე ვილაპარაკები გოგოსაც რაღაც ოჯახშიც ამას ვლაპარაკობ, კამერას თუ ჩავითავთ და ჩემი ცხოვრება უნივერსიტეტშიც ამას შეიძლება აინტერესებს პოლიტიკური იდეოლოგია სოწრე თავისუფალია თუ არა მოუწევთ უკითხავთ სხვათა შორის more freedom აქ შევინარჩუნე. და მეტი თავისუფლება აქ შენარჩუნე. ხო და არ ვიცი მე საერთოდ უბრალოდ ეგ საქმე მიყვარს, მინდა რომ აქ დავჭი და რამეს ამ საქმეში გამოვადგენ. არ ვიცი, ჭირდება ფულიც არის, ხო? ცხადია, რესურსები ყველას ჭირდება. ყველას. მინიმუმ რაღაცა არჩის რავი. მაგრამ აი ერთი კითხვა, შეგას ვფიქრობ მაგაზე, მე მგონია რომ აი ახლა აქ და ამ ბრძოლას თუ ვინმე და რამე მოიგებს, ფულის გარეშე მოხალისე იდეალისტი ტიპების გაერთიანება, ესე მგონია. აი კი, უბრალოდ ის რა არის? კალაშნიკოვი არ ყოფილ, კი ვარ თაგები, იდეალისტი მოხალისე. ეგეც იყოს, მაგრამ ეს რომ იყოს პრობლემაში არ არის, თავფოლო ისიც კომპონენტია, თუ ეგ არის ეგ არის ღერძი. შენ რასაც ყვები, ეგ არის აი თავარი ნაწილი, ეგ არის ძრავი უნდა იყოს ეგ. ამ ძრავს რაღაცები რაც უფრო დაემატება, უფრო კონკურენციაში მეტად შეხვა. რავი, შენს გექნება შნორო, ქოცრო ყავს იქ კოორდინატორი, შენს ყავდეს? რავი, მოდი და ყავდეს. მაგის პრობლემაც მე არ ვუყურებ ამ არჩევნებს, ვიცი, აი თუ რაღაც რომ ხდა, აი შედი შენს მაგები. უბრალოდ რაღაც თავარი არ მოგერყეს, რაც შენი უპირატესობა ეგ არის მორალური გურწფელობა და ამის აღწნა უნდა შეგეძლოს მოტივაციის რა რატო ხდება. მოტივაციას თუ ადამიანთან მიიყვანდა, თან ისე კი არ რა წკეპლით. ყველაფერი შეუწყობ რომ ეგ არის ერთადერთი რაშიც ხოცებს უგებთ. ერთ-ერთი, მოდი თქვა, რა ერთადერთი რაშიც ცალსახად უგებთ, რომ ანუ გულწრფელობა და ინდივიდუალიზმი რა. ერთმანეთის ფოტოებს ავშლით Facebook-იდან. ხო. ხო, ანუ გულწრფელობა და ინდივიდუალიზმი ხა ხო არ არსებობს ხოძი, ის რომ მოგთხოვ მე ხა მე და ჩელემ რაღაც ვიკაბათეთაც არ ერქვა, ბიჭო, ხუმრობით რაღაცა გადავდოთ. თუმცა და ამოჭრეს მე რა მეტრეულს ამიყავით და გამოდის რომ ეს არის ერთიანი ოპოზიცია. ზაკ მე და ჩელი იქიდან გამოვედით რაღაცა მანქანაში ჩავჯეგეთ, ვიცინოთ რა ჩვეულებრივად ვიყავით კაცო, ისე და ამას ჩათვალეს რომ ეს არის კატასტროფა, იმიტომ რომ გადაცემაში რაღაცაზე იყვნენ ოდნავ სხვა აზრზე არ ყოფილვარ, კაცო, რაღაცა უბრალოდ აზრი გავცვალეთ. და ეს მოიჩვენათ რომ ერთმანეთს დასწეს ხალხო. რა უნდათ რომ ეგრე გამოაჩინონ. რა მინ მაგ იმედი და სურვილი რომ მე ჩემნაირად მოფიქრალი ადამიანები მეტი ვიპოვო და თანამშრომლობისკენ მიდრეკილი ვარ, ცხადია ხა ის არა ვარ. არ მინდა რომ ყველას წინააღმდეგ მიყო პირიქით რაღაც ეგ ადამიანი ვიპოვო თუ ვიპოვოთ და შეძლოთ რამას სახე და ფორმა მივეცით ისეთი რომ მე კი ეს პარტია და ვიცით ახლა ვინც ნაყოფია და მე ფორმაში რამხელა სირთულის რამეა პარტია სადაც გადაწყვეტილებების მართლა უნდა მივიღოთ რამდენიმე მინიმუმ და რამდენიმე საზრე საინტერესო იმიტომ კი არ იყოს თავისთავად დემოკრატია ჩვენ პატივს არამედ ის რომ მე რომ ამ კაცმა ხარი არ დამიჭიროს ყავს რამას თავისი ხარი დაჭერი და მე ეს მჭირდება ველიუა ჩემთვის და კიდევ ადამიანებსაც აი
ღირებული არის თუ შეიკრებოდა იქნება და რაღაცა პოლიტიკური მათ შორის ხო და ელიტის ცვლილებაში რო შევიტან კი მე მაინც გონია რომ პოლიტიკურ ელიტაში ცვლილებები არის შესატანი ეგ ერთ-ერთი ამოცანა მესამე გირჩი იქნება თუ 27-ე რაღაცა მოკავშირი არა უბრალოდ მე მაგის აი ეგეთ რაღაცას ჩემი ძახი მაგაში ერთმანეთს ვუთხობთ უბრალოდ მაგისკენ მიმავალ ნაბიჯებს გადადგმულს თუნდაც ისე რა აი საჯაროდ მჩანდეს აი ძალიან ძნელად და თუ რავი ვერ ხედავ თუ კი ზემოთ ძნელი იყო და საერთოდ იმის თქმა აი ვატყობ რომ რაღაცა რომ მიეცეს საშუალება პოლიტიკოსობა უნდა ეხა ამ მომენტში და ხედავს თავის თავს მაგრამ რო კითხავ აპაპა ხელს გაასავსავებს შევზე მოგზე არა შენ კიდე რავი აი გარმესმის რა ის არის რა აი ხა უცებ რომ დავждეთ და ჩამოვთვალოთ 100 კაცი ვინც ამწუთა შეიძლება პოლიტიკური ალტერნატივა იყოს რავი ჩამოვთვლით მე მგონი ვერა არც მე მგონი ანუ აი ვინც ესე ჩანს რომ დროშით მინიმუმ პატარა დროშით მაინც რო დარბის ხო და აი რა ვიცი ეგეთი 100 კაცი მინიმუმ ხო უნდა გამოიკვეთოს ხო anyway ხა რა იქნება კაცმა არიცის და რა ვიცი ვინ როგორ ფორმით დაალაგდება თავისთავად ისე როგორც იყო არის მე არ მესმოდა რა მიმართულებით ვიდეო და არ მესმოდა და მაგიტომ მირჩენია რომ რაღაცა გაურკვეველ სიტუაციაში ჩემი თავი მე მეკუთვნოდეს სხვისთვისაც კარგია და ჩემთვისაც კარგი დიდი მადლობა ცოტნე იმის მიუხედავად რომ ჩვენ არაერთხელ ვისაუბრია პირადად ცოტესთან და გადაცემაში სკოლია დღეს რაღაცნაირად მაინც მეგონი შევძელით რომ ცოტა ისეთ რაღაცებზე გვესაუბრა რაც მანამდე ესე პირდაპირ არ ვისაუბრია ხა ხა მომწევია საშუალება ხო არა მე თქვენც მაგით გქონი თქვენც ეგრე დაგიგროვდათ ეგ თქვენ რომ მაგიმან არ შეგაწუხა მაგით მუწევთ ეხა თქვენი აზრის გაზიარება ეხა თქვენ რომ ცალკეულად დამოუკიდებლად თქვენი ესა გქონდეთ რაც გავთ კაპიტანი აი იქ სადაც თქვენ ლაპარაკობთ და რაღაცა და იმ შეხვედრებზეც და იქ და ისეთო იცი როგორ სხვანაირად შეგხედავდნენ ამიტომ ეგ მე ვიცი კარგად და ადამიანებში მაგას პოლიციას ეს ინდივიდუალური რაღაცა აქვს და აი ეგეთ ბადაგად ბევრი იქნება ბიჭო მე მართლა მინდა ეგეთ ქვეყანაში ცხოვრება არის შეიძლება ვერ მოვესწრო როგორც იმას ვერ მოვესწრო რომ ქართველები სამსახურში ველოსიპედით მივლით და სადღაც კი დადიან ჩვენში არ ვიცი იმედი მაქვს რომ მაგასაც მოვესწრები და იმედი მაქვს ისეთ ქვეყანას მოვესწრები სადაც პოლიტიკოსები იქნებიან ცოტნე კობერიძის ტიპაჟის ადამიანები და არა ჩათლახი, გაგსუებული, მილიონერი, სქელკისრიანი ჩინოვნიკები. აი, ეგ თუ მოხდა, არც ეს ჩემი ვიდეო რაღაცა სპორტული პოდკასტი მინდა გავაკეთო და ფეხბურთზე ვილაპარაკო. აი, პენსიაზე რო აქვს ხოლმე, ხო, სურვილები. აი, ეგეთი რაღაცა მინდა არა და ბიჭო, ცუც ეხა ეს ხო თან ისეთი ტიპია ქოცებიც რო არ აგინებენ, მე მგონი ისე რომ აი ეს გაყიდული ნაცი ჩათლაგ რაღაცებს ხო არ ეძახიან, მე მგონი რა. ბახში კუტაბიჭიმენზე გუშინები. ხო და ბიჭო, აი ხო შეიძლება რომ ესეთი პოლიტიკოსები ყავდეს. აი გიორგიზე აღარ ვიტყვი, კარგი თქვათ, ხო? შავას თუ თავი აქვს მოვიდეს დაიჭიროს. აი რა ეს ხო ალბათ ქოცებიც არ უნდა იყვნენ, ამის წინააღმდეგი. რა გაგვიკეთა ეს ამ საბჭოთა კავშირმა რომ დავიჯერო ისეთი პოლიტიკოსი და ისეთი ჩინოვნიკი გვირჩევნია ასეც ბიჭო. აი ბევრი მოგივა ხა შენ ხება? კარგად იყავით მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.